2008-2014 წლებში ავტოსაწვავის სასაქონლო ბაზარზე იღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები. 55 მილიონიანი ჯარიმა ნავთობკომპანიებზე საწვავის სადაო ფასი. კონკურენციის სააგენტო ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლის შემდეგ კონკურენციის დარღვევისა და კარტელური გარიგებების მოტივით 20-ზე მეტი ნავთობკომპანია დააჯარიმა. ადგენდნენ თუ არა კომპანიები 6 წლის მანძილზე საწვავის ფასს შეთანხმებულად და იზარალეს თუ არა ამ გარიგებით რიგითმა მოქალაქეებმა. რაც გამოიწვევს ბაზარზე მრავალმილიონიანი ჯარიმა და მოახდენს თუ არა გავლენას კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას საწვავის ფასებზე. თუ კომპანიებს ექნებათ რაიმე ასე ვთქვათ პრეტენზიები დავა, ეს გაგრძელდება სასამართლოში. და ამ შემთხვევაში მთავრობა არ ერევა ამ პროცესში. გასაჩივრებენ თუ არა ნავთობკომპანიები გადაწყვეტილებას სასამართლოში და აქვს თუ არა მათ დავის მოგების შანსები. საწვავის ქართული ფასები და ახალი მოთამაშე მრავალწლიან დავაში. დღეს გადაცემაში ბარიერი. მოგესალმებით, ეთერში ბარიერი კონკურენციის სააგენტოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება და 55 მილიონიანი ჯარიმა ქართულ ნავთობკომპანიებს. ეს არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა. მე წარმოგიდგენ ჩვენს სტუმრებს ექსპერტები ეკონომიკურ საკითხებში. ემზარ ჯგერენაია, ლევან კალანდაძე, ბიქა კემულარია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი და პატა შეშელიძე, ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს პრეზიდენტი. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და მოდით ვისაუბროთ თემაზე, რომელიც მართლაც ძალიან საინტერესოა. ყველას მაინტერესებს, რას გამოიწვევს ასეთი მძიმე ჯარიმა საქართველოს მასშტაბებისთვის. მე მგონი უპრეცედენტო. ბატონო ლევან, პირველ რიგში თქვენ მინდა გითხოთ, ჯერჯერობით ცოტა რამ არის ცნობილი კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების დეტალების შესახებ. ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება არის 1100 გვერდიანი, უფრო სწორად კვლევა, დასკვნა კვლევის საფუძველზე, რომელიც გრძელდებოდა 8 თვე, შესწავლილი იქნა პერიოდი 2008-დან 2014 წლამდე და კონკურენციის სააგენტომ დაარღვია, რომ დაადგინა, რომ ამ ხნის მანძილზე სასაქონლო ბაზარზე, ავტოსაწვავის ბაზარზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები, მოქმედებდა ხელოვნური ბარიერები იმპორტში, იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. აქედან გამომდინარე, დაჯარიმდა ძალიან ბევრი, როგორც სხვილი, ასევე საშუალო და წვრილი კომპანია, საწვავის იმპორტიორი თუ რეალიზატორი. თქვენ როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას? უპირველეს ყოვლისა, მართლაც გეთანხმებით იმაში, რომ უპრეცედენტოა, ჩვენ არ გქონია პრაქტიკულად მსგავსი кейსი, რომელიც კონკურენციის სააგენტოს მხრიდან ყოფილა წარმოდგენილი. მოდით სხვანაირადაც შევხედოთ ამ საკითხს. ნინო, ჩვენ არ გქონია ზოგადად პრაქტიკა მსგავსი საქმეების, მსგავსი პრობლემური кейსების კვლევის და შესაბამისად ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ნაწილი ბიზნეს ურთიერთობებში საზოგადოებასთან მიმართებაში სწორედ ნავთობპროდუქტების ფასები იყო. საზოგადოებაში ჩნდებოდა ძალიან ბევრი კითხვა, ძალიან ბევრი ეჭვი და შეგვიძლია გადაუჭარბებლად ვთქვათ, რომ ერთ-ერთი ნომერ პირველი შეკვეთა ხელისუფლებისთვის, განსაკუთრებით კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის ნაწილში მოდიოდა სწორედ ნავთობპროდუქტების ბაზარზე. პოლიტიკური კონტექსტი ხო არა აქვს ამ თემას, ვინაიდან ეს არის ძალიან პოპულარული თემა და ნავთობკომპანიების მიმართ საკმაოდ უარყოფითი განწყობაა წლების მანძილზე საზოგადოებაში მუდმივი დავის გამო საწვავის ქართულ ფასებთან დაკავშირებით და ეს ხო არ არის რაღაც პოპულარული თემა და რაღაც პოლიტიკური გავლენა ხო არ იქნება. ლოგიკაში აბსოლუტურად მოვაკვირდით. ლოგიკაში არის, რომ შეიძლება არსებობდეს გარკვეული პოლიტიკური კონტექსტი, მით უმეტეს პოლიტიკურად ცხელი წლების პირობებში, როცა არჩევნები მოდის და ასე შემდეგ, ასეთი თემები პოპულარული თემების კატეგორიას განეკუთვნება, მაგრამ მე ეჭვს გამოთქვამ, რომ ეს ის შემთხვევა არ არის. და რატომ? რა მაძლევს ამის საფუძველს? ეს არ არის რიგითი დავა. ეს არის ერთ-ერთ უმსხვილეს, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბიზნეს სექტორთან დავა. როცა სახელმწიფო კონკურენციის სააგენტოს სახით ნავთობპროდუქტების ბიზნესს უდიდეს ნაწილს 55 მილიონ ლარს ჯარიმის სახით აკისრებს გადასახდელად. ეს ამით არ თავდება პროცესი. დღეს გააკეთეს კომპანიებმა განცხადებები და სავარაუდოდ ეს დავა გაგრძელდება. ისინი არ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას, კონკრეტულად ვისალის განცხადება სავარაუდოდ მოლოდინი უნდა იყოს, რომ ეს დავა გაგრძელდება. მე არ მგონია,
რომ ხელისუფლებას პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით გაერისკოს ამხელა ძალასთან უარგუმენტო და უსაფუძვლო, ასე ვთქვათ, დაპირისპირებაში შესვლა. რომ არ ქონდეს კონკურენციის სააგენტოს გარკვეული მტკიცებულებები, გარკვეული მასალა, რომელიც ადასტურებს მართლაც კონკურენციის შესახებ კანონის მე-7 მუხლის დარღვევას, ანუ იმეჭვებს, რაც კარტელის არსებობასთან დაკავშირებით არსებობს, მე ვეჭვობ, რომ ამ მტკიცებულებების, ამ ფაქტობრივი მასალის და ფაქტობრივი გარემოებების გარეშე, ან სუსტი პოზიცია, ამ მიმართულებით სუსტი პოზიციის გარეშე ხელისუფლებას და კონკურენციის სააგენტოს გაერისკა. თქვენც აღნიშნეთ, ეს არის 1000 გვერდზე მეტი მასალა, რამდენიმე ათეული ტომია, საკმაოდ დეტალურად არის განხილული არა მხოლოდ კომპანიის ფინანსური საქმიანობა, კომპანიების ფინანსური საქმიანობა, არა მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასების, საქართველოს შიდა ბაზარზე არსებული ფასებთან მიმართების საკითხი, არამედ ის ქსელები და ის სისტემები, რომელიც უზრუნველყოფდა საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარს ნავთობპროდუქტებით. და შესაბამისად ის მარშრუტები, როგორც სასაქონლო, ისე ფინანსური, როგორც მე ინფორმაცია მაქვს, მნიშვნელოვნად საფუძვლიანად არის შესწავლილი. ასე რომ მე არა მაქვს საფუძველი არ ვენდო და მეორე გარკვეული ლოგიკური ჯაჭვი მაქვს აგებული, ხო? ამასთან დაკავშირებით, რომ არა მყარი პოზიცია ამ საკითხებში, ხელისუფლებას ლოგიკურად ვერ უნდა გაერისკა ჭალებში, კონფლიქტში შესულიყო ბიზნესის ლოგიკაზე თუ ვისაუბრებთ, ის იმ ლოგიკასაც შეიძლება ვთქვათ, რომელიც მე გითხარით, რომელიც მოსახლეობის გულს იგებს, ბოროტი ნავთობკომპანიების დასჯით საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას აკეთებს მის მხარეს და შესაბამისად ნაკლებად შეიძლება შეეშინდეს ნავთობკომპანიებს. თუ ამ 55 მილიონს და ამ 55 მილიონთან დაკავშირებულ, ასე ვთქვათ, ბრალდებას, ხო, ბიზნესისადმი, რაღაც ნაწილისადმი, რომ კარტელი არსებობს, ამას თუ დაადასტურებს. ეს კონკურენციის სააგენტოს დასადასტურებელია, ანუ პროცესი გრძელდება ჯერჯერობით სასამართლოშიც გაგრძელდება. ამის არ დადასტურება და ვერ დადასტურება არის სერიოზული პრობლემა. უკვე ამ კონკრეტული კვლევისთვის. ასე რომ მე ვეჭობ, რომ უსაფუძვლოდ ხელისუფლებას გაერისკა ასეთი ნაბიჯის გადადგმა. ბატონო, თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა კონკურენციის სააგენტოს ამ გადაწყვეტილებამ? კონკურენციის სააგენტოს როგორც მახსოვს, პირდაპირ დაევალა ამ თემის გამოკვლევა რამოდენიმე თვის წინ პრემიერმა პირდაპირ მოითხოვა, რომ ეს თემა შესწავლილიყო. არა მნიშვნელობა ჩემთვის რა არის ამ ჩანაფიქრის უკანეს პოპულიზმია თუ სერიოზული ინტერესი რომ რაღაც ეს ბაზარი იქნება შესწავლილი. მე თუ მომცემ ცოტა სხვანაირად შევხედავდი, უფრო ეკონომისტის პოზიციიდან შევხედავდი და ვიტყოდი ეს. ვიღაცა ამბობს რომ ბენზინის ფასი მაღალია. თუ რაღაცის ფასი მაღალია, ესე იგი ის არის დეფიციტური საქონელი და ვიღაცა სხვას მესამე, მეოთხე, მეხუთე პირს აქვს мотивация რომ ბაზარზე შემოვიდეს და იგივე საქონლები შემოიტანოს და გაყიდოს. რომ მოგება მიიღოს. ანუ კონკურენციისთვის დიდი ასპარეზი არის. თუ ეს ფასი მაღალია. მაშინ დავსვათ კითხვა. თუ კი ამ ბაზარზე მუშაობს თქვა 6 ან 7 კომპანია, რატომ არ გამოჩნდა მე-8, მე-9, მე-10, რომ შემოსულიყო და ახლა მაღალი ფასია, თავისი პროდუქცია შემოეტანა, უფრო იაფად და ჩვენი მოთხოვნილებები დააკმაყოფილა. რატომ არ მოხდა ეს? აქ არის ვთქვათ რომ სპეციფიური პროდუქტია, ახლა ყველა გავაგრძელოთ, ახლა მოდი, რატომ არ მოხდა ეს? გზებით მოდი გავარჩიოთ, რატომ არ მოხდა? საქმეც მაგაშია. გავარჩიოთ რატომ? თქვათ პირველი საკითხი, იურიდიული პრობლემა. ხომ არ არის ინსტიტუციური ბარიერი, რომ შეიქმნას კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ამ ბაზარზე შემოვა. ხომ არ არის ესეთი კომპანიის გამოჩენა ბაზარზე იურიდიული თვალსაზრისით შეზღუდული. დავაკვირდეთ, გავარკვიოთ, არის თუ არა. მაგალითად, მე და თქვენ რო გადავწყვიტოთ კომპანიის შექმნა და შემოვიდეთ ამ ბაზარზე. ვინ ახლა შეგვიშლის ინსტიტუციურად? აი ეს არის საინტერესო საკითხი. არის მე არ ვიცი სამწუხაროდ. მე არ ვიცი, ეს არის საკითხი. მე ვფიქრობ, რომ ნაკლებად არის ყოველ შემთხვევაში ისეთი ფორმით, რომ ვიღაცა უგრძელდეს არ არის. შეიძლება იყოს შექმნის მაღალი დანახარჯები და ამაზე მოგვიანებით მოგახსენე. ახლა მეორე საკითხი. გავაგზავნოთ ეს შეიძლება. ეკონომიკური ბარიერი. ანუ რას თქვენ ბრძანეთ? ეს არის სპეციფიკური ბიზნესი, დიდ დანახარჯებს მოითხოვს, სადღაც რო იყიდო, აქ შემოიტანო, უნდა კონდეს ძალიან დიდი
რესურსი იმისათვის, რომ ეს პროცესი განახორციელო, კონდეს აწყობი, სადაც შეინახავ, ანუ რეზერვუარი, სადაც შეინახავ და ასე შემდეგ. არ არის ეს მარტივად წამოსაწყების საქმე. ამიტომ სარეალიზაციო ქსელებიც ხოლმე არ არის ესეთი ადვილი საქმე. ყველას არ შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ამ ბიზნესში რომ კონდეს სურვილი ვერ შევა. გამოცდილების, ფინანსების და სხვა საკითხების გამო. და რა თქმა უნდა, ეს ნავთობით ეს კენჭებივით არ აიკრიფება. უნდა დადო კონტრაქტი წინსრება, თუნდა იცნობდე და ძალიან რთულია ამის ორგანიზება. ანუ ეკონომიკური თვალსაზრისით ეს არ არის მარტივი საქმე. ნებისმიერ ხელს არ ეწიფება, რომცა უნდადეს, ესე მარტივად ვერ გააკეთებს. და ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი. ხომ არ არის რამე არაფორმალური კრიმინალური ხასიათის შეზღუდვები. მაგალითად, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ფულის გვაქვს, კავშირის გვაქვს, ვიცით საერთოდ რა უნდა მოვიტანო და საწყობიც გვაქვს, მაგრამ მოვიდა ვიღაცა, უკვე არსებულიდან მაგალითად, ან პოლიტიკური ძალებიდან, ან პოლიციიდან, ან ვინც გინდა. და გითხრა, იცი, ამ ბაზარზე თქვენი უფლება არა გაქვთ შემოხვდეს. უბრალოდ გაქვთ, მაგრამ არა გაქვთ. მაგას გასაუბრეთ ან მე არ გაგვიქვი. თქვენ კი შეეცდებით რომ დაიცვათ, როგორ არა მაქვს, აი კანონში. მე ამ მაინტერესებს შენი კანონი და დავახევს თავს. ხოლმე არ არის ესეთი შემთხვევა. გესმით, ხო? ანუ სამი ვარიანტია. პირველი შემთხვევა, როდეს სახელმწიფო უშლის ხელს კონკურენცია იყოს, სინამდვილეში აძურებს შესვლას სხვადასხვა გზით, თქვათ, გადასახადია, თქვათ, ლიცენზია, თქვათ, ტრანსპორტირების თემა თუ სხვა საკითხებია, რომელიც ამცირებს მიწოდებას ამ ბაზარზე. ეს ადვილი მოსაგვარებელია და იქნება შესწავლილი, განხილული პუნქტობრივად და გაუქმებული ყველა ბარიერი, რომ მაქსიმალურად ყველას კონდეს ამ ბაზარზე შემოსვლა. თქვენ ჩამოყალიბებული ყველა ელემენტი იყო თითქოს სხვადასხვა პერიოდში, თუნდაც აი რაც არის გახმაურებული დავა, თუნდაც გალფის და სენტას ისტორია, როდესაც სენტა ამბობს, რომ გალფმა ის გააძევა ბაზრიდან, ხო? აი უნებას მომცემთ ამ ჩემს ჩამონათვალსა ლოგიკას ბოლომდე მივყვან, რომ აი ამ დასკვნამდე მივედი. ეკონომიკური ბარი ამას ხელოვნურად ვერ შექმნით, თუ არა ჩვენ საზოგადოებაში მე სრული რომ ბაზარზე შევიდეს, იმიტომ რომ ვერ ხედავს მოგებას თავისთვის, ხელოვნურად ამას ვერ შექმნით, ვერ სუბსიდიით, ვერ დახმარებით, არც უნდა გაკეთდეს ეს. ვისაც აქვს, ის უნდა მუშაობდეს. და ბოლო კრიმინალური. სახელმწიფომ თუ დაინახა აქ რამე კრიმინალური, რატომ არ აღკვეთა აქამდე? რატომ არ მოიღო ხმა, რატომ არ დაიცვა ის ადამიანები, რომელმაც კონდა ჩანაფიქრი რომ საქმე წამოეწყოთ, მაგრამ ვიღაცამ ხელი შეუშალა. ეხლა ბოლოს რომ შევაჯამოთ ეს ყველაფერი. დასკვნა რომელიც არის დადებული ჩემი აზრით, ჯერჯერ რაც გახმაურდა უფრო მეტ კითხვას ვამს, ვიდრე პასუხობს. ჩემი აზრით არის ნაკლოვანი, რაც მოვისმინე, მას მეტი დასაბუთება ჭირდება და როდესმე ალბათ გვექნება საშუალება თვითონ წყალობით კონტექსტი კიდევ რაც ჩამოთვალეთ იმის გარდა. ბევრ კითხვას პადებს, აი ერთად ალბათ ის კითხვები, რაც თქვენ უკვე ჩამოთვალეთ. ხო, აი აქედან გამომდინარე კითხვები, ყველაზე მთავარი კითხვა არის ალბათ ის, რომ საიდან დაასმეს რომ ეს ფასი არის მაღალი და რატომ გონიათ რომ ეს ფასი არის გარიგების შედეგი. ეს არ არის. და კიდევ ერთი მინუსი უნდა თქვა. თუ კი ბაზარზე მოქმედებს კომპანიები, რატომ არ შეიძლება ისინი შეთანხმდნენ მათთვის საინტერესო ფინანსური ან რაღაც ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნას. მაშინ, როდესაც მე დანარჩენ კომპანიებს, რომელიც არ არის მონაწილე ამ გარიგების, აქვს უფლება თავისი გემოვნებით იმუშაონ იგივე ბაზარზე. ანუ მე არ მესმის ამ შეზღუდვის არსი. რას ნიშნავს კარტელი? რატო არა გვაქვს ჩვენ უფლება გავრიგდეთ, თუ ჩვენას გვაწყობს? ჩვენ ხომ არ ვალდებულებ სხვა პირებს, რომ გაიზიაროთ ჩვენი მომხმარებელი ზარავდება საბოლოო შედეგად, ალბათ ეს ლოგიკა, ხო? აი ბაკნებიქა გვეტყვის ალბათ. ზარი ლოგიკა და საქმეს მაგაშია. თუ ჩვენ მაგალითად აი 5 ადამიანი შევთანხმდით, რომ ჩვენ ერთად რამეს ვაკეთებთ. ჩვენ ხო არ ვზღუდავთ სხვა ადამიანებს, სხვა რამე აკეთონ, სხვა ფასად შემოთავაზონ. ამას შესაქმე, ჩვენ რაზე გვაქვს ლაპარაკი? კრიმინალზე გვაქვს ლაპარაკი თუ არასწორ იურიდიულ დოკუმენტზე, რომელიც ეკონომიკას ეწინააღმდეგება თავისი არსით. ჩვენ გვაქვს უფლება გარიგების. კონკურენციის სააგენტო ასეთ ბაზრებს არეგულირებს კი არა და აკონტროლებს ყველგან ალბათ უნდა შევთანხმდეთ. არა, არ შევთანხმდეთ იმაზე, რომ როცა შეიძლება წერია და ბევრ ქვეყანაში აკონტროლებს კიდევაც, მაგრამ ეს არ არის, რომ ეს სწორია. ან ეკონომიკური ლოგიკას ექვემდებარება. ამაზე ვერ შევთანხმდებით. თუმცა რა თქმა უნდა შევთანხმდებით იმაზე, რომ ბევრგან წერია და არასწორად წერია. ამაზე ლაპარაკობს. მონოპოლიური კანონმდებლობა და კონკურენციის ჩვენი კანონმდებლობა არც თუ ისე კაფიოდ განსაზღვრავს ამას სხვათა შორის. მეცაც გეტყვით, კანონმდებლობა, რომელიც კონკურენციას და თავისუფალ ვაჭრობას ეხებოდა, ძირითადად ეხებოდა სვამდა სწორ აქცენტს. ის სვამდა შემდეგნაირად, ფორმულირება მისი შინაარსი იყო ესეთი, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს არ უნდა ქონოდა უფლება მიენიჭებინა პრივილეგია რომელიმე კომპანიისთვის და ეს იყო სწორედ განხილული როგორც მონოპოლიის და თქვა ხელოვნური გარიგებების წყარო.
და არა ის რომ კერძო სუბიექტებმა რაღაცა მოვილაპარაკეთ. ჩვენ რომ მოვილაპარაკეთ მესამე, მეოთხე, მეხუთე კი სხვა უგდალავთ იმოქმედოს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ჩემი ფასი მაღალია, შემოდი და გაყდეია. ეს ხილი მოთამაშეები თანხმდებიან გარკვეულ პირობებზე, უკვე პრაქტიკულად ხაზები არ რჩება არავისთვის, ხო? არა, როგორ არ შეიძლება. თუ ვიღაცა თანხდება მაღალ ფასზე, თქვათ. პატარა კომპანიისთვის ეს არის პირდაპირ პური, ასე ვთქვათ. ის არის რაც მას სჭირდება, იმიტომ რომ მას შეუძლია შემოვიდეს ნაკლები დანახარჯებით და შემოგთავაზოს და მთელი ეს მოხმარებელი მასე ეს უკვე წაიყვანოს. ანუ ბაზარი არ ზარალობს იმით რომ ვიღაცები თანხმდებიან თქვენი ლოგო. თუ ღია, თუ ეს ფაქტები რაცან ჩამოთვალე. ჩვენ როგორ უყურებთ ამ გადაწყვეტილებას ნავთობკომპანიების დაჯარიმების შესახებ და მოდით ასე ვკითხავთ, რამდენად სიცოცხლის უნარიანია თქვენი აზრით ეს გადაწყვეტილება და რამდენად შეძლებს კონკურენციის სააგენტოს თუნდაც სასამართლოში დაიცვას საკუთარი სიმართლე და დაამტკიცოს რომ საწვავის ფასები იყო წლების მანძილზე სხვილ კომპანიებს შორის გარიგების შედეგი. რიგში იმენა მიულოთ ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტის თანამშრომლებს რომ პირველად ისტორიაში რაც მსგავსი ინსტიტუტი არსებობს საქართველოში დადეს სკელტანიანი დასკვნა. ერთი მახსოვს ბორჯომზე იყო როცა მე ანტონოვის კონტროლობდი და სკოლან ბოლომდე არ იყო ეს მსული და ანალოგიურად დღეს 1200 გვერდი ამბობი მე არ მინახავს ეს. არა იქ რა წერია 1200. სულ არ არის თავარი, ალბათ შეიძლება. თავარი ეგარება იქ ჩვენ წინასწარ თქვით რომ არ არის გამოკვეთილი მიზეზი რის გამოც მოხდა ამის დარიცხვა. აგერ ეს მეშვიდე მუხლი არის კონკურენციის შეზღუდვის მუხლი. ამ მუხლზე რა პერიოდსაც თქვათ A, B და D პუნქტზე ამ დარბაზში ძალიან ბევრი ჯერება იყო, ერთად თქვენთვის რა კომპანიაც არის, სადაც პირდაპირ წერია. გარკვეულ სავაჭრო პარტნიორებს განსაკუთრებულად დისკრიმინაციული და განსხვავებული მიდგომები. თქვენთვის ლაბორატორია, ხო? კომპანია რომელიც არის გაზის და ბენზინის მომწოდებელი 600 კილომეტრიდან, ყველაზე ნაკლები ხარჯები აქვს ტრანსპორტირების, უკვე დიდი თქვათ უპირატესობა. შემდგომ ის არის მომწოდებელი და ქსელების პატრონიც არის როგორც გაზში ისე ბენზინში საქართველოში. ეს უკვე დისკრიმინაციული მიდგომა, ამიტომ უნებლიეთ ჩვენ ვიცით მაგაზე რომ დიდი ჩხუბიდან ჯობა რა. მის კარტოგასამაც სადგურებს უფრო იაფად აწოდებდა. გას მაშინას იყო და მაგრამ ზერაიბაკამ პარკამ დასვა კითხვა და პრინციპში ლოგიკური, რატომ აქამდე არ აღკვეთა სახელმწიფომ თუ ეს არ იყო კანონით აკრძალული, მაშინ რა უშლიდა ხელს კომპანიას რომ ეს გაეკეთებინა ანალოგიით გავიხსენებ იგივე სამედიცინო სფეროს, სადაც მუდმივად არის ხოლმე საუბარი იმაზე, რომ არ შეიძლება დაზღვევა, აფთიაქის ავადმყოფობა და წარმოება ეკუთვნოდეს ერთ კომპანიას და ერთ ჰოლდინგს, თუმცა ეს ხდება, რატომ კანონი არ ზღუდავს მაშინ ამას. დაიწყო დღეს. ეს არ არის აკრძალული საქართველოს დაიწყო. შემთხვევით ყველაზე დიდი გეიმი საზოგადოებისთვის რაც არის, არც ფასებზე იმოქმედებს, არც არაფერზე არ იმოქმედებს, ყველაზე დიდი გეიმი არის, რომ სახელმწიფომ გამოხატა ბოლოს და ბოლოს ნება. ვინი გამოხატა, რომ დაიწყოს ამ ხელშეუხებელი სფეროების ხელის შეხება. პირველი იყო, რომ არაპროფილური აქტივები გავიტანოთ, გარდა ყოველ შემთხვევაში ნენა ბანკებიდან. მეორე ალბათ ის იქნება რომ ძალიან დავაცალკევთ მიწოდების და მართვის ქსელი ერთმანეთისგან. მესამე ნაწილი ის იქნება რომ ბუნდოვანი ჩამოწერია. ამ ჩამოწერის მიხედვით შეიძლება სასამართლო მიდაოს 1-5 წელი. აი ისეთი რა სიცოცხლის უნარიანი არ არის. არა, განებადია, ვერ დაამტკიცებთ. კარტების შეთანხმების დამტკიცება სოფლიო პრაქტიკიდან გეუბნებით არის ძალიან რთული, ძალიან ძნელი. მithumedes უკანა რიცხვები დამტკიცება 2008 წლის წინ დამწო ძალიან ძნელი, უფრო მეც გეტყვით, ძალიან პატარა მინუტი მინდა. რას ნიშნავს? ეკონომისტები ვარ და ფასი მაღალი არ ასიშენს. ფასი ის არის, რაც მithქვენ ვაზარებთ. თქვენ ვიკითხავთ. რომელი კანონით მირეგულირებთ? ფასის რეგულაცია არავის არ უთქვა. ხო, არის ლაპარაკი ფასის შესახებ შეთანხმებაზე, კარტელულ გარიგებებზე და ბაზარზე შესulis შეზღუდვა. აი ეს არის, ანუ დომინანტური მდგომარეობის ბოლოს შეუძლია რომელიმე კომპანიას შესვა. რომელიმე კომპანიას როგორ შეუძლია ბაზარზე შესვა, ბატონო, როგორ გაწარმოებელია თუ სახელმწიფო არჩევია. სახელმწიფო ინსტიტუტები არჩევია, წარმოუდგენელია რომელიმე კომპანიამ ეს უნდა გააკეთოს კაპიტალის კონცენტრაციას. საბედნიერო ჩვენთან კაპიტალის კონცენტრაცია ინდონეზია არ არის კომპანიებს განახორციელებს. ხოლო სახელმწიფოს მის ჩრდილოვან ინსტიტუტს პირდაპირ მის ჩრდილოვან ინსტიტუტებს შეუძლიათ მითხრან, რომ
თქვენ ამას ვერ გააკეთებთ, როგორც ხდება მეზობლის ადგილია. ყველაზე მნიშვნელოვანი აზერბაიჯანში ტვირთს ვერ გადაიტანთ და გამოვიდანთ. ხო, აზერბაიჯანში ყველაფერი კონტროლდება. იქ დეკლარირებულია თავისუფალი საბაზრო ურთიერთობა, კონტროლდება. თქვენ ვერ გამოვიყარებთ და ლაპარაკი პატარა ბიზნესის. ყაზახეთი ვერ ატარებს თავის ნავთობპროდუქტებს აზერბაიჯანის გავლით. ისინი გეუბნებიან ჩვენს კომპანიას ჩააბაროთ ესა. ამიტომ აქედან გამომდინარე სახელმწიფოს ჩარევის გარეშე შეუძლებელია რომელიმე კომპანია ცალკე აღებულმა ეს ხელი მოგეთოს ამას. ხსნით თქვენ ამ გადაწყვეტილებას, არჩი კონკურენციის საგენოს ამ გადაწყვეტილებას ეს პოლიტიკური გათვლა და პოლიტიკური სიმპათიების გამოწვევა ხო არის მიზანი. იყო საზოგადოება ბუნებრივად აღშფოთებული იყო ფასების ასიმეტრიის გამო საერთაშორისო ბაზარზე და ქვეყნებში ბუნებრივად სამ რამაზს იყო აღშფოთებული. ხარისხი იყო გახუჭებული, რაოდენობაზე ხდებოდა რაღაცები და ბუნებრივად ფასების ასიმეტრია. აი ამაზე ბევრჯერ ქონია რაღაცა მუდმივად აწუხებდა ეს თემა. ეს არის სოციალურად ძალიან ყინული თემა, სერიოზულად ყინული თემა და ამაზე მოხდა აპელირება ამ წუთას, რომ ჩვენ მოვახდინეთ რეაგირება. კიდევ კარგია, რეაგირებაც კი უკვე კარგია, მაგრამ კიდევ შედეგად ვერ მინდა მოსახლეობას თუ ჭიმელოდინი ქონდეს. ამის გამო ნავთობის ფასები არ დაიცევს. შედეგზე მინდა მოგვიყვეს ეს გადაწყვეტილება არ არის. უბრალოდ გეტყვით, ბიზნესსაც არ ეშინია გადაწყვეტილება, მართლები არ არის, ვიცი, ვერ დაუმტკიცებენ. არც ამ ორგანოს რომელსაც დასკვნა იმათაც არ ეშინიათ, ბატონო, თან დასკვნის დაცუნდა, რომ ნემეთ ბუნდოვანი ჩანაწერი ყველაფერს ლაპარაკებს და იქნება მე დაგიჯერე და შენაც დაგიჯერე. ამიტომ აქ ლაპარაკი ერთ რამაზე, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ენერგოს სფეროს მთლიანობაში რეფორმირება. პირველი მას გულისხმობთ რეგულაციის დაწესებას ხო არ გულისხმობთ? არა, რეგულაცია. თუმცა სტანდარტიზაციის შემდეგ მეტროლოგიის ნაწილია ბენზინი, რა ბენზინის ყიდულობ უნდა ვიცოდე, ხარისხი უნდა მოწდებოდეს ორგანოს მიერ. რა რაოდენობის ეტანოლის ლაპარაკი, რა რაოდენობის ყიდულობ ესეც უნდა მოწდებოდეს და მესამე ფასი გამორიცხულია ვინმე აკონტროლოს ბაზელის ღიაობა უნდა პოლიტიკური გაირკვეს და არა ამ შემთხვევაში ამ კომპანიების მიერ. კომპანია ვერ დახურავს ბაზას. მას არ ექნება ბარიერის შექმნის არანაირი საფუძველი ამას აკეთებს სახელმწიფოს ჩრდილოვანი ორგანოები. აქედან გამომდინარე, ენერგეტიკაში ერთი რამე ცხადია. გენერაცია, მოწოდება და შიგნით დისტრიბუცია გამიჯნოთ ერთმანეთისგან თუ მინდა კონკურენტული გარემო შექმნას. ამიტომ შეიძლება დაუსახელოს კომპანია. სოციალურ მომწოდებელი, მაგრამ ის გაიგეთოს ღია აუქციონზე ყველას თანაბარი პირობა გქონდეს, მათ შორის მის სადისტრიბუციო ქსელს. ეს ეხება სხვადასხვა ის თქვენ ეს არ არის კანონმდებლობით დარეგულირებული. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ვერავის ვერაფერს ვერ დაუმტკიცებს. ყველაზე დიდი პრობლემა არის, უნდა იყოს კიდევ რამდენიმე რაღაც ბათუმის პორტში, ფოთის პორტშიც უნდა იყოს რამდენიმე ეგრეთ წოდებული გადამხაჩავი ესეთი საქაჩები რა. იმიტომ რომ ნავთობიანი ტანკერი რომ მოადგება, უნდა გქონდეს ალტერნატივა, ბიზნესის უნდა გქონდეს ალტერნატივა ერთ პორტში, რომ ბათუმის პორტში, იგივე ფოთის პორტში, რომ აი ამ სახაჩიდან გადავაკაჩავ, მეორედან თუ მესამედან. ერთი სახაჩი როცა არის, მონოპოლიური მოაფასდება და იქიდანვე იწყება უკვე შეზღუდვა. და გაძვირება. ამიტომ თქვენ უფლება უნდა მისცეთ 5 კომპანიას, 7, 10, რომ თუ არის ბაზის მოთხოვნა, ყველამ თავისი სახაჩი დააყენოს და აი მაშინ იქნება კონკურენცია. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, თქვენი ლოგიკიდან, თქვენი საუბრიდან გამომდინარე, გამოდის რომ ეს გადაწყვეტილება არის უბრალოდ რაღაც ორთქლის გამოშვება ამ ეტაპზე და უფრო პოლიტიკური ეფექტის ნაბიჯი, ეს არის ნების გამოხატვა, პოლიტიკური ხულების გაწერა რატომაც არა, მაგრამ ეს ორგანო ნავთობკომპანია აუცილებლად იჩიულებენ უზარმაზარი თანხა, რომც არ იჩიულებენ, სახელმწიფო მოკითხავს რატო არ იჩიულებენ, აუცილებლად იჩიულებენ და ეს გაბატილდება, მე დარწმუნებული გაბატილდება, თუ ისე რაღაც მოლაპარაკება არ დაიწყო, იმიტომ რომ გამორიცხული არა, ვიღაცამ დაუმტკიცეს 800 უკანასკნელ საქმეზე, რომ ის კარტელში გამოდის ფაქტების გარეშე. თუ ჩვენ გამოხორდება ეს დოკუმენტი, იქ ფაქტები იდება, რამე ფაქტი, არა რიტორიკა, მაშინ აი ძალიან ასე თქვა, ჩვენ დღეს ვსაუბრობთ გარკვეული რაღაც ემოციონალობით, რომ პრაქტიკულად არავის თითოეულ ჩვენგანს ის
სქელკანიანი დოკუმენტი წაკითხული არ აქვს. ელემენტარულად იმის გამო რომ არ არის. realად ვერ წავიკითხავთ, არ გამოგვინება, არ გამოგვინება. ისი ნახოს, გინდოდა ის არ გვანახეს. რაც არა, ებზა რა, აბა ნუ ვიძახეთ რომ არ გვანახეს. არსებობს გარკვეული პროცედურები, 10 დღის ვადაში კონკურენციის სააგენტო ვალდებულია გამოაქვეყნოს. კონკურენციის სააგენტო ამას გამოაქვეყნებს, ჩვენ დავსხდებით ყველანი და ვნახავთ. ასე თქვათ, დახურული ნაწილის გარდა. იმ კონკრეტულ ფაქტებს და იმ კონკრეტულ მტკიცებულებებს, როგორ ამყარებს ფაქტობრივი მასალით კონკურენციის სააგენტო. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ, რამდენად ეფექტური იყო განხორციელებული ზედამხედველობითი ფუნქცია კონკურენციის სააგენტოს მიერ და რამდენად იყო თუ არ იყო ფასების შესახებ შეთანხმება და ანუ როგორ დავსთავად, რამდენად ჩვენ საუბრობთ იმაზე, რაც არ გვინახავს. სახელმწიფო ამდენი ხნის მანძილზე არ აკეთებდეს იმ ყველაფერსაც ბატონმა პარტამ ჩამოწვა. ძალიან მარტივი პასუხია მაგას. არაფერს არ თხოვდეს კომპანიებს, კანონით ნებადართული იყოს რაღაცა ტიპის ქმედებები, თუნდაც მოდით არ დავარქვე მონოპოლიზაციას და გარიგებს, არამედ ბაზარზე პოზიციების გამყარება, ვთქვათ, ყველა მიმართულებით ეს არის დისტრიბუცია, იმპორტი თუ ასე შემდეგ და უცებ შემდეგ ხდებოდეს პასუხის მოთხოვნა ამ ყველაფერს. ძალიან მარტივი პასუხია მაგაზე, ნინო, იმისთვის რომ კონკურენციის სააგენტო იფუნქციონიროს, ამისთვის უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება. ჩვენ რაღაც პარადოქსული სიტუაცია ქონდა წინა ხელისუფლების დროს. ქონდა კონკურენციის შესახებ, კონკურენციის და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საქართველოს კანონი, ქონდა კონკურენციის სააგენტო, მაგრამ პოლიტიკური ნება არ არსებობდა, რომ ეს ამ ინსტიტუციას ეს რეგულაცია, არსებული რეგულაცია განეხორციელებინა. დღეს, ასე ვთქვათ, გარკვეული ცვლილებების შემდეგ, გარკვეული უფლებამოსილება მიენიჭა კონკურენციის სააგენტოს და კონკურენციის სააგენტომ დაიწყო საკუთარი კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. აქამდე უბრალოდ ეს ვალდებულებები არსებობდა, მაგრამ არ არსებობდა ნება. როცა გაჩნდა ნება, პოლიტიკური ნება და მომავალშიც ასე იქნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური ეს პოლიტიკა, თუ იარსებებს პოლიტიკური ნება. კარგით, მოდი ბატონ ბექას მინდა დავუსაკითხო, ის წლების მანძილზე აქტიურობდა ეგიდით თუ ლოზუნგით პროტესტის აწვევის ქართულ ფასებს, იყო ეს მოძრაობა, ბოლო დროს აღარ მინახავს ეს აქტიურობა პრინციპში, მაგრამ აი თურმე რა ხდება, თურმე კონკურენციის სააგენტომ მიხედა საწვევის ქართულ ფასებს, თქვენ თვლით რომ ერთ-ერთი თქვენი კომენტარი წავიკითხე და თქვენ თვლით რომ კონკურენციის სააგენტოს კვლევა საწვევის ფასების შემცირებაზე აისახება. რატომ გრჩებათ ეს შთაბეჭდილება? ანუ თქვენ თვლით რომ იქნება კარგი გაკვეთილი კომპანიებისთვის რომ დაწიონ ფასები? პირველ რიგში ბრიულოთა მოსახლეობას რომ გამოვლენილია კარტელური შეთანხმება, მეორეც აქ მოვისმინეთ თითქოს კარტელური შეთანხმება მერე რა შეთანხმდებიან კომპანიები, მაგალითად ამერიკაში სისხლის სამართლის დანაშაულის კი არის და უმძიმესი დანაშაულია კარტელური შეთანხმება. მთელს ევროპაში, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში კარტელური შეთანხმება კანონით გათვალისწინებული კანონდარღვევა არის, ანუ არეგულირებს ამას კანონი და საკმაოდ მკაცრად კონტროლდება ყველგან. რა ვიცი, გერმანიაში პირდაპირ ბენზინის პოლიციაც კი არსებობს, რომელიც პირდაპირ საწვავის ფასებზე მუშაობს და რა ვიცი, ჩვენ რატო გვინდა რომ რაღაც პაპუა ახალი გვინეას ქვეყანას დავემსგავსოთ, ეგ არ ვიცი. მეორეც ერთი ხა თითქოს პრემიერმა დაავალა და პოლიტიკური დავალება იყო. კონკურენციის სააგენტო შეიქმნა სადღაც სექტემბრიდან, უკვე ნორმატიული აქტები და ფუნქციონირება, როდესაც გამოსვლა და დებულება გამოსცა, ეს იყო ნოემბერი, ზუსტად ერთ კვირაში დაიწყო მოკვლევა ამ ბაზრის პირველივე რაც დაიწყო და რასაც შეეჭიდა. პრემიერმა ეს განცხადება გააკეთა 26 დეკემბერს და შესაბამისად რანაირი პოლიტიკური დაკვეთა იყო არ ვიცი. პრემიერმა იმ შემთხვევაში მოითხოვა შუალედური ანგარიშის წარმოდგენა და არა საწვავის ბაზრის კვლევა, ანუ რა ხდებოდა უკვე დაწყებულ მოკვლევაზე, შესაბამისად ვერ იქნებოდა ეს განცხადება პოლიტიკური დაკვეთა. რაც შეეხება 6-7 კომპანია იყო ბაზარზე, იყო 5 კომპანია მთელი წლების განმავლობაში. მაშინ, როდესაც 2004 წელს ბაზარზე საწვავის იმპორტს ახორციელებდა 167 კომპანია. 2012 წელს როგორ დარჩა 5 კომპანია ბაზარზე, როდესაც იყო კონკურენცია. ბაზრის კომპანიები და კი, მსხვილდება და ყლაპავენ პატარა კომპანიებს. კი ბატონო, ნუ კონტროლებენ, ვეუძლებენ კონკურენციას, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში კონკურენციის გარდა საჯარო განცხადებები რაც იყო, მაგნატის შემთხვევაში როგორ იყიდა რაღაც 800 კვადრატული მეტრის ბიბლიოთეკა ცენტამ მინიმუმ ისტორიები ნამდვილად სამთავრობო. ხო, ამ შემთხვევაში ხა 5 კომპანია, ანუ
კი ბატონო, შემოიტან ბაზარზე და ყველა შეუძლია თუ მაღალია ფასი მაღალზეა ხასაუბარი არა, მთავარი დარღვევა რაც არის ფასის შეთანხმებული დაწესება, თორემ მაღალი იქნება ფასი თუ დაბალი იქნება კონკურენტული ბაზრის პირობებში, ამას თავად ბაზარი დაარეგულებს. ჩვენთან არ იყო კონკურენტული ბაზარი, ეს არის მთავარი პრობლემა და უმძიმესი კანონდარღვევა რაც არის. 6-7 კომპანია 2012 წლის შემდეგ რაც პოლიტიკური ნება გაჩნდა, რაც არ იყო, საჯაროდაც იყო ის პრობლემა, რომ რა იყო პრობლემა და რატო ვერ შემოქმნა სხვას. ფაზები ყველაფერი ამ ათხელშია. გარდა ამისა, შემოიტანე სადგაკეთი, ხო? ყველაზე დიდი ბაზარი არის დედაქალაქი თბილისი. თბილისში ავტოგასამართის სადგურების ქსელი, ბაზრის გადანაწილება რას ნიშნავს, განგიმარტავთ. დედაქალაქში ჭირდება ავტოგასამართის სადგური, არ ჭირდება, დახურულია, აქვთ ამათ ნაყიდი, ან ამუშავებენ, ან არ ამუშავებენ და ამ კანონდარღვევა, როდესაც გაქვს არა, ეს არის კონკურენციის შეზღუდვა და დიახ, კი, დავასრულე და წამი, სუორი წამი და დავასრულე, ხუჩინოს გვაინტერესებს. გავამდენ, აი, ამ მეშვიდე მუხლის დეპუნქტის თანახმად, თუ ლაპარაკია, თქვა, ავტომანქანების გაზით გამართვაზე, გარკვეული საავტომობილო პარტნიორების მიმართ განსხვავებული და დისკრიმინაციული პირობების გამოყენება, ერთ-ერთი კომპანია სოკარი კიდევ შეგლეკდება დამნაშავე. იმიტომ რომ ჩვენ დარბაზში არ არის. ნუ მივაწეს აზრი არ დაემთავრებია ბოდიშ სოკართან, აზრი არ დაემთავრებია. იმიტომ რომ თუ ჩვენ გავითვალეთ და იურიდიულ კაზუისტიკაზე ლაპარაკი, არ წერია სხვა პარტნიორები, სოკარი გეუბნება, ის ჩემი კომპანია, ის სხვა პარტნიორი არა, აი სიტყვებზე თამაში, თუ ეს ჩვენ ჩავთვალოთ. იმას აქვს უფლება, რომ იმას აქვს უფლება, თუ ჩვენ ეს ინტერპრეტაციის საკითხია, არ გამიჯნავს, რომ ეს მისი კომპანია კი არა, ამ შემთხვევაში არის, თქვათ, თანაბარი მოთამაშე ბაზარზე. მანამდე ყოველთვის იდეა და გამოიგებს სოკარი ამ სიტუაციას რამდენ ჭირდება. და როდესაც კანონი არ მიჯდა, ბატონბექა ის მინდა, როდესაც კანონი არ მიჯდა, კონკრეტულად არ წერს ამ ყველაფერს, რამდენად სამართლიანია, რომ მე მივიდე და კომპანიის ვედაო. რაშიც ამხილეს, აქ არ არის. კომპანიის და ბიზნესის ბუნებრივი მოთხოვნილებაა და ლოგიკაა, რომ განვითარდეს, რა თქმა უნდა, თავისი შულობილი კომპანიები გააფართოვოს და მას, რა თქმა უნდა, უკეთესი პირობები შეუქმნას. თუ ეს კანონით არ არის რეგულირებული, რომ ეკრძალება. ასეთ შემთხვევაში მოშება ვედაოთ ასეთ კომპანიებს. ასე იგი დექვე პუნქტი ამ შემთხვევაში სოკარის წინააღმდეგ ვერ იქნებოდა გამოყენებული, იმიტომ რომ სოკარს დემპინგური ფასი არ დაუდია საწოლზე, აქ არის რომპეტროლზე და ლუკოილზე ჩემი დიდიეჭვი საუბარი, იმიტომ რომ იმათ ჰქონდათ ავტოგასამართის სადგურების ფრენჩაიზინგით გაცემული ხშირ შემთხვევაში 14 მილიონი მაღაზ დაარწმუნოს და აქ ლაპარაკი არა, ეს არის გაზი არ არის საუბარი, საწოლის გაზი პრაულად მინდა. სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის, სან პეტროლიუმ ჯორჯია, რომპეტროლ საქართველო, ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია, ლუკოილ ჯორჯია, ელოილი, ეს არის რომლებიც დანარჩენი კომპანია, რომელიც 200 ლარიან სიმბოლური დაჯარიმდა, სწორედ ისინი არიან, რომლებიც ფრენჩაიზინგით სარგებლობდნენ ლუკოილის და რომპეტროლის შემთხვევაში. ამათ დააშავეს. ნუ ეხლა როდესაც შენ თანხდები ესეთ გარიგებას, ხარ იძულებული ამ შემთხვევაში სხვა გზა არ ქონდათ მათ ფიზიკურად, ესე გამოდიოდა ამიტომ სიმბოლურად დააჯარიმდა. 200 ლარი, ნუ კანონდარღვევა მე ესე ვიყავ 200 ლარი დაჯარიმებული, ხო, სიმბოლურად არიან დაჯარიმებული და იმათ სხვა გზა არ ქონდა. ხო, ეს რაც შეეხება სოკარის შემთხვევაში. დასჯა არ არის, ეს არ პოლიტიკური დასჯა არ იყო 2012 წელს. იცით რა 2012 წლამდე სხვათა შორის სისხლის სამართლის დანაშაული იყო 195 მუხლით, როგორც ამერიკაშია, ისე საქართველოშიც. ეს ჩვენ ხომ ნახეთ 2008 წლიდან 2014 წლამდე როგორც სააგენტომ გამოაცხადა. მე ჩვენ ვიყარები, იმიტომ რომ ვიცით ყველა რა ხდებოდა, მარტივად შეგვიძლია ვნახოთ, რომ პლაცი საჯარო არის, შეგვიძლია მარტივად გავიგოთ 2008 წელს რა იყო და დღეს რა არის 2008 წელს 20 წელიანი ფასნაბატი ტყიდნენ კომპანიების. მაშინ ვიქნებოდათ ჩვენი არა მე არ გავხსნები რამდენი სიდის არა ერთი წამით არ არის ჩვენი საქმე მაგრამ მაგალითს გეუბნებით პრაქტიკულ სტატისტიკურ მონაცემს გეუბნებით რაც მოხდა 20 წლიანი ფასნაბატი ტყიდნენ მაშინ დღეს თუ უნდა გატყიდოთ 10 კანონს არ არღვევდნენ და კანონს არ არღვევდნენ კანონს არ არღვევდნენ მაგალ ფასი რა თქმა უნდა მაგრამ კომპანიას თუ აქ ჩადებული მოგება ისეთი რომელსაც კანონი არ უკრძალავს 2008 წელს იყო ბაზარზე სადღაც 60 კომპანია. 2012 წელს იყო 5 კომპანია და მაგით ყიდნენ 5 ფასნაბატი. 5 კომპანია შეთანხმებული. ერთი თუნდაც დოორებას, ეკონომიკას და პოლიტიკას. აბსოლუტურად. ძალიან თუ გამიჯნეთ ერთმანეთს ეთნაბერებას რას გულისხმობთ რომ ეკონომიკას და პოლიტიკას ამბობთ ასეც აროები
ავიხედი მიგოლა ფასებს საუბრობს ადამიანსულები და საიდანაც 2008 წელს, როდესაც იყო კონკურენცია ბაზარზე, ესე თუ ისე, როდესაც იყო სადღაც 60-მდე კომპანია, ფასნამატი იყო 20 თეთრი. გავიგე მე 2012 წელს, როდესაც ბაზარზე დარჩა 5 კომპანია, ეს კარტელის მონაწილე 5 კომპანია, ფასნამატი გახდა 60. მივედით ახლა სახსერეთ. დიახ, რამ გამოიწვიეს? იმან გამოიწვია, რომ ბაზრიდან განდევნეს კონკურენტები და დარჩა 5-7 კომპანია. ვინ განდევნა? ამ 5 კომპანიას დახმარებით 70 თეთრი ფასნამატი თქვენი ჯერ ძალიან ბევრია რა. ბადავენ თუ როგორ განდევნეს? აი ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი. პირველ რიგში ავტოგასამარხი ავტობაზები ამათგან კარგად იცით. მომიხევით შენ. არ ვიცი, მომიხევით. ბაზები ვის ხელში იყო? ბაზები იყო ამ 5 კომპანიის ხელში. ჩვენს გაცემაში მე მინდა რეკლამის შემდეგ ერთი მაგალითი მოგიყვანოთ და აი რაღაც ანალოგია გავაკეთოთ. მაგალითად სარეკლამო ბაზარზე ბაზრის 60% მე აქვს რუსთავი 2. რა თქმა უნდა მე ძალიან არ მომწონს და ალბათ სხვა ტელევიზიებსაც, მაგრამ რა ვქნათ, აი ასე მოხდა. ხო შეიძლება რაღაცები დროთა განმავლობაში ისე დაალაგდეს და ასე მოხდეს. არ ვიცი, აი კონკურენციის სააგენტო უნდა მივარდეს რუსთავი 2 და გააჯარიმოს. მოდით აი სხვადასხვა ანალოგიები მოვიყვანოთ და გავიხსენოთ აი მოგების მარჟასთან დაკავშირებით. ჩვენ გვახსოვს მაგალითად მიხეილ სააკაშვილმა ერთხელ გამოლანძღა სადაზღვაო კომპანიები და მათ უთხრა რომ აი ძალიან მაღალი მოგების მარჟა გაქვს და მე მგონი გამოლანძღა კიდე სამედიცინო სფერო აფთიაქები და წამლების ვთქვათ სააფთიაქო ქსელები და ასე შემდეგ. თუმცა ის იყო რაღაც ემოციის გამოშვება მხოლოდ და საბოლოოდ შედეგი მაინც არ გამოვიდა. რეკლამის შემდეგ რეკლამის ფასი გავზარდოთ, ამ შემთხვევაში დაგაჯარიმებთ. ეს არის ზუსტად კარტელური შედეგი. გასაგებია, კარგით, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით, ძალიან მალე დავბრუნდებით. დაბრუნდა პირდაპირ ეთერში ჩვენ საუბრობთ კონკურენციის სააგენტოს შეიძლება ითქვას სკანდალურ გადაწყვეტილებაზე, უპრეცედენტო ნამდვილად არის ეს გადაწყვეტილება, როდესაც მან დააჯარიმა 55 მილიონი ცხვილი ნავთობკომპანიებს, თუმცა არა მხოლოდ ცხვილი, არამედ წვილიც და საშუალოც. მოდით განვაგრძოთ საუბარი და გადაცემის დარჩენილ ნაწილში მინდა იმაზე ვისაუბროთ საბოლოოდ, როგორ აისახება ეს ნავთობის და საწვავის ფასებზე საქართველოში, მოიმატებს თუ დაიკლებს თუ მოიმატებს და აი ამ ზარალს რაც ბიზნესმა მიიღო, ისევ ჩვენი ჯიბიდან აანაზღაურებს, თუმცა მანამდე რომელსაც არ ვიცი მიიღებს, თუ მიიღებს ალბათ ისევ ჩვენი ჯიბიდან აანაზღაურებს, ხო? ბატონო ბექა, ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ თქვენ, თუ საწვავის ფასი, მაღალი ფასი დაუშვათ გინდებოდა ერთმანეთთან გარიგებით. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია, ხო, დარღვევა და კარტელური გარიგება ერთმანეთთან შეთანხმებით. დიახ. თუ უბრალოდ კომპანიამ გაიხედა გამოიხედა და დაინახა, რომ სხვებსაც მაღალი ფასი აქვს და თვითონ რატომ უნდა დაუკლოს. პრინციპში საქართველოში ბიზნესი ესეც ხდება ხოლმე, რომ არავის არ ეხალისება დიდად ფასების დაკლება და ყველასთან დიდი მოგება. ამ შემთხვევაში ხო არ არის დარღვევა. ჩვენ თუ საუბრობთ ბაზარი არეგულირებს, ყველაზე საუბრობს, მაშინ ბაზარი არეგულირებს, ხო? ამ შემთხვევაში მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას და რაღაცა ფას თვითონ როგორც უნდა ისე დაადგენენ და მოთხოვნა თუ აჭარბებს მიწოდებას. ასე შემდეგ ჩვენ შემთხვევაში ხა რაც უნდა მოსახლეობას აქ არა ვარ დაუშვათ რაღაცა ნავთობის ფაზზე რო გავლენა მოახდინოთ ისეთი ქვეყანა არ გვაქვს ჩვენ მაგდენი მაგალითად თუ კომპანიამ უბრალოდ მსგავსი ფასი თუნდაც დაადო თავის ქსელში იმიტომ რომ სხვას ხედავს რომ ყველას მაღალი ფასი აქვს და ნუ მე რატო დავწიო არ მინდა მოთხოვნა არის იყიდება და არ დავწევ. ამ შემთხვევაში ხო არ არის დანაშაული. თუ დაასხდნენ და გარიგდნენ, მაშინ არის ხო შეთანხმება. კარტელური შეთანხმება არ ნიშნავს მაღალ ფასს. კარტელური შეთანხმება, ანუ ფასების შეთანხმებული დაწესება პირდაპირ ეს წერია კარტელური შეთანხმება არ წერია. როგორ უნდა დავაფიქსიროთ? როგორ უნდა დავამტკიცოთ თქვა ამას როგორ გითხრათ, მაგრამ ნიშნები, მე რატომ უნდა დავამტკიცო სააგენტო იმის და რომ მე ჯერ არ არის, იმიტომ რომ იმდენი ნიშნები იყო წინა პერიოდში, თუნდაც ის რომ კევზერაშვილი პირდაპირ ადგა და ხალხთან მივიდა დაატერურა, დაიჭირა და წლობით გაუშვეს ციხეში და როგორ მოიპოვა ბაზარზე 5 კომპანიამ ბაზრის 90%-იანი წილი, მაგას ვსაუბრობ მე. როგორ მოიპოვა, თქვენ რომ ამბობთ სხვა კომპანია შემოსულიყო, სად შემოსულიყო, კანისტრებით ეყიდა, ისა საწავით რა უნდა იქნება. იყიდეს
ბაზების ტერმინალიც ყველა ამ ხელში იყო და თვითონ კომპანია როგორ უნდა შემოგვიყვება კამიკაძე თუ შემოვა შემდგომში როდესაც იცი რომ ოლიგოპოლია ბაზარზე ჩაგეძიებით იმიტომ რომ არ მიპასუხეთ. თუ შეიძლება ნუ მურეთ ერთმანეთს ნახეთ. კარტელური შეთანხმება არ ნიშნავს ვიღაცა მოვიდა და დაატერორა. შეთანხმება სხვა საკითხია. ესე რომ ჩვენ შევიკრიბეთ, მოვილაპარაკეთ და ვიღაცა მის გადაგვიღო და ან ჩანაწერი იპოვა. ვიღაცა მოვიდა დაატერორა, ეს არის კრიმინალური ქმედება. ეს არ არის კარტელური შეთანხმება. ნუ ვერთ ერთმანეთსგან რა. თუ ვიღაცა მოვიდა და ჩვენ დაგვატერორა და ჩვენ ერთნაირი პასები დავადოთ, ეს არ არის კარტელური შეთანხმება. გაიგეთ, ეს მნიშვნელოვანი განსხვავება ბატონო. ჩვენი მეგობრული კომპანია როგორ აღმოჩნდა ბაზარზე და ამ ხუთ კომპანიას შორის შემდეგ ჩამოყალიბდა კარტელური შეთანხმება. როგორ აღმოჩნდა ბაზარზე კომპანია დაასწრა რა არის ეს პროკურატურის კარტელური შეთანხმება არის. კი ბატონო, ის არის როგორ მიაღწია ეს არამედ მდგომარეობას, ეს არის ჩვენი დასაწყისი. მეგობრები დომინირებულ მდგომარეობას როგორ მიაღწიეს? ამ დომინირებულ მდგომარეობას ხუთმა კომპანიამ არის სხვა მუხლი, მეშვიდე მუხლი. ერთი მნიშვნელოვანი საკითხია რა. ჩვენ ახლა აიხედეთ კანონში და ნახოთ, მე მეშვიდე მუხლზე არა, ერთ რამეს ვიტყვი რა. არა, ჩვენ ახლა აქ ვცდილობთ რომ დავამტკიცოთ, ან არ დავამტკიცოთ, იყო თუ არა კარტელური. ამას ამტკიცებს სხვა რამეს ვიტყვი დავამთავრებ. ამას ამტკიცებს კონკურენციის სააგენტო. ჩვენ ან დავეთანხმებით, ან არ დავეთანხმებით. მაგრამ აპრიორი ვაღიაროთ ისიც, რომ ჩვენ თითოეულ ჩვენ აქვს უფლება გქონდეს ეჭვი საქართველოში კარტელური გარიგების შესახებ და ამის შესახებ რაღაც ობიექტური მდგენელები არსებობდეს, ისე როგორც ნაწილს არ ქონდეს, მაგრამ ის თუ როგორ ამტკიცებს ამას რა იქნება მტკიცებულება აი ამაზე მინდა რა იქნება მტკიცებულება მტკიცებულება რომ კარტელური შეტანხმება დაუშვათ რომ არსებობდა მაგალითად აქ რაც ითქვა უყურეთ პირველი თქვენ რა შემთხვევაში დაიჯერებთ ამას ორი ნაწილი გავყოთ პირველი აი ეს დინამიკა როგორც აქ ითქვა რომ რაღაც 2008 წელს იყო უფრო მეტი შემომტანი და დღეს მხოლოდ 5-ია როგორ მოვედით აქამდე თქო უნდა ეჭვებს აჩენს რამოდენიმე გზა ისენ გზები ჩამოთვალა პირველი ეკონომიკური გზა ხუთმა კომპანიამ უფრო იუარია და ვიდრე დანაშენმა უკაშად რო თქვა თუ უფრო კარგად შესაძლოა კეზერაშვილმა იუარდა ბატონო იუარგი ზაბარა ორადღებით მომისმინეთ თუ შეიძლება კარგი რომ ააგებო დასწრება ბატა მართლა ძალისმიერი მეთოდებით მოხდა ვიღაცების განვითარება ეკონომიკური იყო თუ არა ეს ანუ მოხდა თუ არა ისო ხუთმა კომპანიამ გამოიჩინა უფრო მეტი არიათიანობა უფრო სწორად დაგეგმა სიტუაცია შეძლო ისეთი ობიექტების შეძენა რომელზეც უფრო კარგად იყიდებოდა და ასე შემდეგ. ანუ ეკონომიკური გზით ყოველგვარი დანაშაულის გარშე იყო თუ არა ეს. თქვათ, აქ არის ეჭვი, რომ ეს არ იყო მთლიანად ესე, იყო სხვა ტიპის ჩარევა. ორი ტიპის ჩარევა, როგორც უკვე თქვი, ინსტიტუციური ჩარევა, როდესაც სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ მოდი ამათ ხელი შევუწყოთ, რაღაცა გავაძიროთ, რაღაცა ბარიერი შევქმნათ, გადასახადი გავზარდოთ, ტრანსპორტირების პრობლემები შევქმნათ, უფრო წვრილ გადამტანებს ასე შემდეგ, რამაც პრიორიტეტა შექმნა ის, რომ ვიღაცას გაუჩნდა სასტარტო უკეთესი პირობა. ეს ინსტიტუციური. ეს უფრო პროკურატურის საკვლევის საქმეა. მაგის კერმივიდეს საქმე. მაგის ხოს დაგისვათ აბსოლუტურად გეცახმებით სწორად მიმოხდეთ ჩვენი საუბრის მიმართულებას. და მესამე, რაზეც ყველაზე უფრო მეც საუბრობს ჩვენი სტუმარი, რომ ვიღაცა იარაღი ძალით აიძულა რაღაც გადაწყვეტა. ეს არის კრიმინალი, ჩვეულებრივი კრიმინალი. ეს ორი ბოლო არის თავიდან ბოლომდე კრიმინალური ქმედება. ეს შემთხვევაში სახელმწიფოს მეორე შემთხვევაში კერძო პირის, ამ შემთხვევაში თუ შეიძლება უკვე აღარ იყო კერძო პირი, თუ როგორც იყო. ორი შემთხვევაში ამ პუნქტში ემთხვევა, ამ პუნქტში ემთხვევა. ორივე შემთხვევაში არის პროკურატურის საქმეა ეს. არაფერი კავშირი ამას ეკონომიკურ, პირდაპირ ეკონომიკასთან არ აქვს. კარგი. რა შეიძლება დაუშვათ კავშირი ეკონომიკასთან როგორ მოიპოვეს ეს მდგომარეობა? კავშირი ძალიან დიდია. არაფერი კავშირი ამ კანონმდებლობასთან სიტუაციას კანონმდებლობა. შეიძლება დაუშვათ რომ მართლაც იყო კარტელური შეთანხმება. ასეთ შემთხვევაში თქვენთვის ცხადი მტკიცებულება რა იქნება ამის? ახლა შეიძლება აი ამ კონკრეტულ სიტუაციას. დაიჯეროთ რომ მართლაც ასეა. აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ იყო კარტელური მე როგორც გითხარით მე არ ამწამს ესეთი რაღაცის მე ვთვლი რომ კარტელური შესაძლებლობა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში თუ მესამე რომელიც არ არის წევრი იმ კარტელის აქვს უფლება ბაზარზე იმუშაოს თუ ესეთი შეზღუდვა არ არსებობს მაშინ შეთანხმება პრობლემა არ არის იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ოპტიმიზაციას ვაკეთებთ შეიძლება ბაზარი არიოს დაუშვათ ხო ვიღაცას ყოველ შემთხვევაში ბაზარი არიოს ეს პირობები შემოგთავაზ თუ ეს პირობა არის ამ კარტელში როგორც ესეთში თუ მართლა არის შეთანხმება პრობლემას ვერ ხედავ ახლა მოდით აი ამ ტექნიკას რაც ტექნიკურად არის გაფორმებული. მაშინ უნდა იყოს
იურიდიული დოკუმენტი, სადაც მართლაც ვიღაც ხუთი კომპანია აფიქსირებს, რომ ეს ესეა, უნდა იყოს ჩანაწერი, ან რაღაც სხვა დოკუმენტი, აბა როგორ უნდა დაასაბუთო. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა ფასები როგორ ყალიბდება. ყველა ნებისმიერ ფასზე ეყალიბდება. ნებისმიერ საქონელზე. გამოდი ხარ ხედავს ხვები რაღაც ფასადებენ და ეყიდებათ. რატომ და დაკარგო შემოსავალი, თუ კი ეს ფასა ამ ფასად იყიდება. და ცდილობ რომ დაახლოებით იმ ფასად გაყიდო, რა თქმა უნდა ახლა როდესაც აპარაგია ბენზინზე, უფრო ჰომოგენურია ფასები, ანუ უფრო ახლოს არის, ვიდრე თქვა სხვა საქონელზე, ხო? თქვა ლუგზე, პურზე და ასე შემდეგ, შეიძლება ერთ უბანში სხვა იყოს სხვა, მეორეში სხვა, მაგრამ ბენზინზე მაინც უფრო გამოთანაბრებულია მეტნაკლებად. თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, ასეთი რამის დასაბუთება უნდა იყოს მართლა ესეთი ტექნიკური ხასიათის. ეს არის პირდაპირ და არსებობს დირექტივებები, ეხლა ხელშეკრულება არავინ არ აქვს. მოპოვება პირდაპირ დირექტივების რო აი ჩანაწერი, მით უმეტეს არა აქვს კონკურენციის სააგენტოს საქართველოში ეს უფლება რომ მოусმინოს. ჩემო კარგი. და ანალიზის საფუძველზე ახლა ჯარიმის ერთიებები ირიბი ეხლა ადამიანმა შეიძლება არ აღიაროს პრობლემა, მაგრამ მაინც მოწმეები იმდენი იყოს, რომ ის დამნაშავეს და ირიბი მტკიცებულებები. წყალზე, ლუგზე, ღვინოზე და ეგეთ რაღაცებზე მეტნაკლებად ანაბარი ფასია. სხვადასხვა კომპანიებიც აწესებენ, ხო? ну ეხლა მაშინ ყველა ესეთი შემთხვევა უნდა იქნეს ანალოგიური. მაგრამ ყველას გარკვეული ფასნამატია, ზოგი ისე არ ხდება ის რომ 100 კომპანიიდან კატეგორიის მინდა დაგისვათ კითხვა იქნება, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ. ერთი თემაა, მე ვახსენე რეკლამამდე, რომ მაგალითად შეიძლება არ მომწოდდეს, რომ სარეკლამო ბაზარზე ვიღაც არის ძალიან გამოკვეთილი ლიდერი და 60% მიაქვს. თუმცა ასე მოხდა სხვადასხვა ობიექტური სუბიექტური მიზეზების გამო და ნუ იმედი მაქვს რომ შეიძლება, მაგრამ არავინ სულით მას არ უვარდება და არც უნდა მიუვარდეს, ასე ვფიქრობ. სხვაებმა უნდა იყოს ჩაღონ მათ შორის ჩვენ. ისინი მიუვარდნენ. არა, ერთი წამით გავაგრძელებ ლოგიკას. აქ მოყვანილი იყო სხვადასხვა შემთხვევები, როდესაც შესაძლოა მართლაც ბაზრიდან არაკეთილსინდისიერად განდევნეს ზოგიერთი კომპანია. იგივე გავიმეორებ გალფისენტას დავას, ხო და კეზერაშვილის ინტერესებს, რომელზეც სულ იყო საუბარი. გავიხსენებ შემთხვევებს, როდესაც მართლაც შეიძლება ვიღაცებს ბლოკავდნენ საბაჟოზე, ხელისუფლების თუ გავლენიანი ტიპების ჩარევით და დაალაგეს ბაზარი ისე როგორც უნდათ. თუმცა კარტელური შეთანხმება არის კიდევ სხვა რამ და მოლაპარაკება ფასებთან დაკავშირებით. ის რომ ფასი ფასთან ახლოს ჩდება, ხო არ არის იმის მტკიცებულება, რომ ეს იყო შეთანხმება. იქნებ მართლაც ის ხდება, რომ აი საშუალო ხარისხის თუ კლასის თუ როგორც ქვია ლუდი, დაახლოებით ერთი ფასია ყველა კომპანიას, ხო? აი ბატონი პატაცანებ და პურიც ასეა და ყველაფერი, ან პურზეც დაახლოებით ერთნაირად უწევენ ფასებს და უმატებენ და აკლებენ, ხო? იმისათვის რომ დამტკიცდეს კარტელური შეთანხმება, როგორც ასეთი და გარიგება, რა არის საჭირო თქვენი აზრით? მხოლოდ ანალიზი და ეჭვი საკმარისია? ნინო, პირველ რიგში რაც შეეხება სარეკლამო ბაზართან დაკავშირებით. როცა საუბარია თუ პარალელს გავავლოთ სარეკლამო ბაზარსა და ნავთო პროდუქტების ბაზართან მიმართებაში, აქ საუბარი ნავთო პროდუქტების ბაზრის კვლევაში არ არის ვის რომელ კომპანიას რა წილი ეკავა ბაზარს. შეიძლება მართლაც რომელიღაც კომპანიას მონოპოლისტური მდგომარეობა ჰქონდეს და მაგალითად ერთ კომპანიას 70% ეკავა. ეს პრობლემა არ არის. პრობლემა არის ამ მონოპოლისტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ფასები დაახლოებით ერთი და იგივე რანგისა. პურზე მაგალითად. პურზეც და იგივე ნავთო პროდუქტებშიც. დაახლოებით ფქვილი შემოიტანოს დაახლოებით ერთი და იგივე რანგის ფასების დაფიქსირება ავტო ბენზინ გასამართ სადგურებში მართლაც არ არის იმისი მტკიცებულება და არ მიიღება მტკიცებულებად, რომ ესენი ფასის შესახებ შეთანხმებულები არიან. კარტელური გარიგების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ბაზარზე თუ არის რამდენიმე მოთამაშე, მაგალითად 10 მოთამაშე. ამ 10-დან 5 არის ნავთო პროდუქტების იმპორტიორი, დანარჩენი რეალიზატორები. 5 კომპანია თანხმდება, რომ 1-ის, 2-ის, ან თუნდაც 5-ვე შემოტანილი ნავთო პროდუქტი მიუხედავად იმისა, რა ფასად აქვთ მათ შეძენილი, გაიყიდება ერთი და იგივე ფასად. და დანარჩენი ოპერატორები, რომლებიც შემომტანები არ არიან, ნებსით უნებლიეთ ხდებიან ამ ეგრეთ წოდებული თამაშის
კარტელური თამაშის კარტელური სავარაუდოდ არ ვიცი კარტელური ასე თქვა თამაშის მონაწილეები. პრობლემა არის შეთანხმება ამ ფასის შესახებ. იმიტომ რომ სხვას თუ უბრალოდ დაემთხვა ეს ფასები და არის შეთანხმება და არავინ მტკიცებულება რომ თქვენ ამბობთ რა როგორ მტკიცდება ეს? როგორ მტკიცდება პალატა გამოჩნდება იმ დოკუმენტაციაში? როგორ გონია? არა, მე როგორ შეიძლება მეგონოს? მე როგორ არ მიმიწვდება ხელი ოპერატიული ინფორმაციას? კონკურენციის და დიდი ალბათობით მას არ ექნება არც ფარული ჩანაწერები, არც შეხვედრების დამადასტურებელი დოკუმენტები. მათ ექნება გამოკითხვის. ჩვენ ვივარაუდოთ, რომ მათ აქვს ანალიზი, ხო? ბაზრის ანალიზია, ბაზრის და ინფორმაციის ანალიზი. რომლის საფუძველზე შეიძლება დავადგინოთ, რომ 5 კომპანია შეთანხმდა და გარიგებდა. რა შეიძლება რომ დავადგინოთ? მტკიცებულება არ გჭირდება. არა, არ ვიცით მე რა, ჩვენ საუბრობთ ეხლა რომ ექნება თუ არა მტკიცებულება რა. ძალიან უკაცრავად. საუბრობთ იმაზე რაც არის. ჩვენთვის რა ექნება საკმარისი ხაზზე ვილაპარაკო. ჩვენთვის ძალიან დიდი ალბათობა ექნება. არა, იცი აქ პრობლემა რა არის? ანალიზი იქნება საკმარისი ბატონო. ძალიან რა იქნება საკმარისი და თქვენ ანალიზით საკმარისი იქნება გააჩნია რა ანალიზია, ხო? ჩვენ არ ვიცით ეხლა საუბრობთ იმაზე რაც არ გვინახავს არავის. ძალიან დიდი და ალბათობა იქნება გავედუნო ესეთი რომ ვიღაცა დაწერს რომ მოგების ნორმა უნდა ყოფილიყო X-ი, ვიღაცამ გადააჭარბა. დაადგინა რამდენი უნდა ყოფილიყო დაადგინოს. დელტა X-ი გადააკეთეს და აი გადაჭარბებულიდან ძალიან დიდი ალბათობის მოგება ესე რა. გადმოიგეთ ამდენი ფასდამატი ან არ მიიღეთ დაშენებ დათმული კალკულაციიდან. ეგება არსებობს ეს კარტელის შესახებ შეთანხმების გარკვეული ასე ვთქვათ ობიექტები დავანოდოთ 3-4 დღე და ვისაუბროთ მე რა. არა მე არის დაშვებებზე შეთქმულების თეორიაზე რაღაცებზე ახლავე ვისაუბროთ თუნდაც იქიდან გავლენა რაც უკვე თქვით რომ ეს არის საგამოძიებო სტრუქტურა და მას დიდი ალბათობით არ ექნება არც ფარული ჩანაწერები და მტკიცებულება რომ ვიღაცას შეხვდა და ასხდნენ მოილაპარაკეს და არც რაიმე ასეთი უკაცრავად რა ერთი ზოგი ესე მაშინი საკუთრებული სერიოზული ინვესტორების არ არის საგამოძიებო სტრუქტურა და ასე ვთქვათ კურსებს შორის შეთანხმების შესახებ ინფორმაციის და ფაქტის გამოვლენის შესაძლებლობა არ აქვს რომ უნდოდეს ვერ გამოავლეს კარგი ანალოგი თავია გინდოდეს ანალიზი გააკეთოს სწორად და კონდეს კომპეტენტური საფუძველი ბაზა იმისა კარგი ანალოგია მტკიცებულებაზე, როდესაც საუბრობ, მტკიცებულება რატო გონია პირდაპირ ნათქვამი სიტყვა ან რაღაც HD-ში ნათქვამი. ვიღაცა დაურეკა. მაგრამ ეს განსხვავებული პიროვნები დადგენ ახლა ყველა ვიცით ხო ეკონომისტები ვიზივართ და გადარიცხვები და ანგარიშწორება ხორციელდება საბანკო გადარიცხვებით, ხო? ანუ მარტივია ნახავ ამ მონაცემს, ამას ამდენი საწვავი გადაურიცხა ამდენ ფასად, ამას ამდენ. პირდაპირ მტკიცებულებაა ეს. არ არის პირდაპირ არის მტკიცებულება. ერთ პიროვნება საწვავს ამ ფაში, ხუებს საზრდოს ამ ფაში. მტკიცებულება. ჯანდები ზოგი მაინც ნახავდა რომ კადრებით უნდა იყოს დაფიქსირებული, რომ რამდენი გაიტანა საწვავი. განსხვავებული ფასის ჩვეულებრივი ამბავი. განსხვავებული პიროვნების დადგენა სხვადასხვა ბიზნეს სუბიექტების მიმართ. კონტრაქტის მოცულობაზე ხო არის ხოლმე დამოკიდებული? ერთნაირი მოცულობაა. სახელმწიფოს მაგალითად მე ვთქვი, ბევრად იაფად აძლევენ ხოლმე ნავთო კომპანიები სახელმწიფო ტენდერებში, ვიდრე საცალო არნიშნავთ იმას, რომ ჩანაწერი გაგვდა რაღაცა პირდაპირ საუბრობთ, ხო? ლოგიკა, თქვენი ლოგიკა ხა იმას შევაჭრები ამ მოგასომარ სადგურზე, თუ რა ლოგიკა ის მამეშია, თუ თქვენ შეგიძლიათ ბაზარზე ეძებოთ და თქვენთვის მისაღებ ფასი მოძებნოთ, თქვა ერთი ღირდეს 2 ლარი, 1 ლარი და მაინც მოძებნოთ, სადაც ეს ლარიანი და იყიდოთ, რატო შეიძლება რომ ბენზინზეც ეგევე ხდებოდეს? ეგ არ მესმის. 5 კომპანია იყო, მარტო 2012 წლამდე 5 იყო, ჩამოვიდა 164-დან 5-ზე, შემდეგ როდესაც შეიცვალა ხელისუფლება 5 გახდა 50. რა მოხდა ნეტავ? ხო და სადაც მაგაშია, ალბათ სწორი პასუხი გავწეს, ნუ კი მოხდა, არჩევნები მოხდა 2012 ნოემბერში, არჩევნები ხელისუფლებაში. ფასები ისე მსგავსია, ბატონო. რატო იყო? რა პრობლემაა? ხომ არ ფასები იგივეა, იმიტომ რომ აი დრამა თუ არ ჩატარდა. ფასები თუ არის არჩევნები მიმართებაში არიცვლება რა მოხდა ის თქვით. კარგით, ერთი წამის ბატონ ბექა, თქვენ მინდა კითხოთ, შეიძლება ჩამოვიდა 5-მდე, მერე გახდა ისე 50, დღეს არის ისე 50, მაგრამ ფასები ისე მსგავსია, ხო? არა, ფასები შეიცვალა, ეხლა ცინიკურად რომ ჩაიღიმეთ
ყველა ავტოგასამართსადგური, რასაც საუბრობდი, რაც არის პერსპექტიული ადგილი, რაც არის რენტაბელური ადგილი, ყველა ამ დათვისებული ზოგს იყენებენ, ზოგს არ იყენებენ. სწორედ იმიტომ, რომ კონკურენცია ბაზარზე დაშვება. იაფად იყიდება და არ არჩევა. იყიდება იაფად. მადლობთ ერთი წამი და კი იყიდება 20 თეთრიანი ხობა შეგვიძლია ნახოთ. ცხვილ და კომპანია შორის. მაშინ როდესაც რაზე დავაუხთ? იმიტომ რომ იმას აქვს დობის დაბალი ხარისხი და იმ წვრილ კომპანიას აქვს დობის დაბალი ხარისხი, იმიტომ რომ უკავია ბაზრის პატარა ნაწილი და ვერ აღწევიან ბაზარზე. ისე ყოფილი არის 20 თეთრიანი გასხოვების 10%-ზე მეტი არის ამ ხუთი კომპანიის. ბაზარზე ის წვრილი კომპანია ვერ ახდენს გავლენას. კი გაჩნდა, მაგრამ ვერ ახდენს გავლენას. ავტოგასამართსადგურები ყველა დაკეტილი იყო, არ კომპანიის პრობლემა ხო არ არის? იმიტომ რომ არ ქონდათ იმის უფლება, რომ თვალში სასამი ყოფილიყო 20-30 თეთრიანი ხოობა. თუ რეალურად იმათ არ აქვს ნდობა, ტენდერებში ვერ იღებენ ისინი მონაწილეობას, ისინი კორპორატიულ გაყიდვებში ვერ იგებენ მონაწილეობას. და ვერ შედიან კონკურენციაში მსხვილ კომპანიებთან. ვერ შედიან კონკურენციაში მსხვილ კომპანიებთან და ვერ აქვს ბაზარზე გავლენა. გესმით მე რა თქვით? ხარისხის გამო ბატონო ბექა რომ ხარისხის გამო ხარისხი შეიძლება ერთნაირი იყოს არა თქვენ ბძანეთ ახლა რომ დაბალი დონეები და ეს 20 თეთრიან ხოობას იწერენ მაგით. კარგით, როგორც ჩანს ბაზარზე არ არის მთლად ცუდი მდგომარეობა თქვენ საუბრო გამომდინარე. კარგი, ბატონო, თქვენთვის რა იქნება მტკიცებულება რომ ვიღაცად გარიგდნენ და ჩვენს ხალხს გააძევეს ხრივ ჩვენ გვაქვს საქმე საკმაოდ სერიოზული ინვესტორთან სოხართან, რომელიც წლების განმავლობაში 10 მილიონები დოლარის ინვესტირებას აკეთებს საქართველოში. ფაქიზი თემა ძალიან და არ უნდა უთხრათ კაცო დამნაშავე ხარ და 14 მილიონი დაგარეცხე. მეორე მხრივ მოსახლეობის ინტერესები რომელსაც ეჭვია სადაც ამოძლებნად რომ ესენი არასწორ რაღაცებს აკეთებდნენ და ვერ გაერგვა ესაკა ბოლო-ბოლო უნდა იყოს ძალიან ურყევი და სერიოზული მტკიცებული. რა შეიძლება ეს იყოს? პირველი ძალიან დიდი ბოდიში პროფესიულად თქონდა ასაკობრივი შეხება ეს რა თქმა უნდა ნებისმიერი მონაცემი ხელშეკრულება ჩანაწერი ტელეფონების ნალაპარაკები დააშენო რომელიც მიუთითებს დავშკარად რომ თქვენ კონკურენციის სააგენტოს საერთოდ შეიძლება ქონდეს ტელეფონების ნალაპარაკები. აი თუ არ ქონდათ მაშინ არ უნდა დაარეცხოთ 14 მილიონი. მაშინ გამოდის რომ ბიზნესი ისე გერის როლშია, ინვესტორი ისე გერის როლშია, თქვენ გეუბნებით იურიდიულ კაზუსს. ადამიანს ვეუბნებით რა გაზის შემთხვევაშიც რომ არასწორად აწვით თქვენს შვილობილ კომპანიას ამ გაზს ამ ავტომანქანების გასამართად ის გეუბნებათ რომ მე იურიდიულად სწორია, რომ ამ კანონში ესე წერია. ვის სხვა იურიდიული ამიტომ გეუბნებით ანუ ანალიზი ბატონო ანალიზი თქვენი ტენდენცია დაადგინეთ რომ ანალიზი ბას ვერ დადებთ ეს არის გამოიწვია და ამ ხელა ჯარიმა არის ბრალი ფაქტიურად რა თქმა უნდა ეს არის ბრალი უკვე გადაგული ბრალი უნდა წავიდეთ ჩვენ ინვესტორს ბრალი დავადეთ და ძალიან რთული სიტუაცია ენერგეტიკული ინვესტორს დავადეთ ბრალი ფაქიზი თემაა ხო და აღარ ვუთხრათ რომ ჩვენ მტკიცებულება არ უნდა ჩვენ ესე ვიფიქრეთ და მოგების ნორმა დავთვალეთ და რა კალკულაციას ასე გამოგვივიდა ეს იქნება დიდი უხერხული. კარგი, მე მაქვს ორი კითხვა, ამ კითხვაზე მინდა უპასუხოთ და დავასრულოთ დღევანდელი გადაცემა. ბატონ ლევან, თქვენ კითხავთ პირველ რიგში, ჩვენ ვიცით საქართველოში არის რეგულირებადი სფეროები, ეს არის თუნდაც საბანკო სფერო, მას ყავს ზედამხედველი ეროვნული ბანკი და რეგულაცია. რეგულირებადი სხვა არის და ზედამხედველი საბანკო სფერო არის რეგულირებადია, რა ვიცი, თუნდაც რეგულირებადი არის ის თემები, სადაც ფასთან მიმართებაში რეგულირება ხდება. მაგალითად, გაზის ტარიფი, დენის ტარიფი, ესე რეგულირება. უნდა გამეგრძელებინა ჩამონათვალი. საბანკო სფერო არ არის. საბანკო სფეროც გარკვეულწილად რეგულირებადია. ზედამხედველობა ხორციელდება მასზე, ისე ეროვნული ბანკი მარაგულებული. არა, მაგალითად ეროვნულმა ბანკამ ფასებთან დაკავშირებით პროდუქტებზე ფასების ზედაზღვარი დააწეს, თუნდაც აი 2% დააწესა წინსწრებით დაფარვა. ძალიან ისეთ თემებში წინსწრებით დაფარვა საკომისიო და 2%-ზე მეტი არ უნდა იყოს, დაუწესა ხო ბანკებს. ანუ რეგულირებადია. მოდი, ნუ ვიკავოთ ამას. ხო, კარგი. რეგულირებადია. განაკვეთებით და რა. აჯერ ანტიმონოპოლური ორგანოა ეროვნული ბანკი. სამაუწყებლო სფერო, ტელეკომუნიკაციების სფერო. იცის ბიზნესმა, რომ ეს არის რეგულირებადი სფერო, დღეს შეუძლია მარეგულირებელ კომისიას დაждდეს და მაგალითად ინტერნეტ პროვაიდერებს უცბად ათმაგად დაუწია გაყიდვების საბითუმო გაყიდვების ფასი. მაგრამ საწვავის ბიზნესში მაგალითად ბიზნესმა იცის რომ არ არის ამ ტიპის რეგულაციები, ის შემოდის იქცევა ისე, როგორც თulis საჭიროდ და უცებ რამდენადაც უნდა იმდენ მოდი კი გაკეთო, რამდენადაც უნდა იმდენადაც გაკეთოს. უცებ სახელმწიფო აჯარიმებს. კიდევ ერთხელ არანაირი სენტიმენტები მე მათ მიმართ არ მაქვს, უბრაზდები საწვავის მაღალ ფასებს და ყოველთვის ვაკეთებდი ამაზე გაცემას და ყოველთვის ვაპროტესტებდი, მაგრამ
რამდენად არის ეს სწორი და რამდენად დააფრთხობს ეს ბიზნესს? ხომ დააფრთხობს? მოგითხავთ ვინაიდან როცა შედიხარ მინდორზე იმ სფეროში, როცა არ არის რეგულაციები და წინასწარ არ იცი შენ რას გიგზავნა სახელმწიფო და უცებ შენ აი ამ ხალხ ჯარიმის წინაშე ბიზნესზე დარტყმა არის თუ არა ეს კითხვა მექნება ყოველთვის ძალიან ფაქტიზი თემაა მე ვთვლი რომ არ არის ბიზნესზე დარტყმა და რატომ არავინ არ საუბრობს და არავინ არ აყენებს პირობას ქვეყანაში ვინ საკუთარი პროდუქცია რა ფასად უნდა გაყიდოს ანუ სახელმწიფო არ ედავება ნავთობ კომპანიებს ამ შემთხვევაში რომ შენ რატომ ყიდი ზვირად და რატომ არ ყიდი იაფად ანუ რატო ყიდი 2 და 40-ად და რატო არ ყიდი 2 და 20-ად აქ ლაპარაკია აბსოლუტურად განსხვავებულ კონტექსტზე აქ ლაპარაკია იმაზე რომ ბაზრის მოთამაშეები ისინი ვინც ბაზრის უდიდეს უმრავლესობას დაახლოებით 90%-ს აკონტროლებენ ეს მოთამაშეები თანხმდებიან თამაშის ისეთ წესებზე რომელიც უზრუნველყოფს ერთიანი საფასო პოლიტიკის შეთანხმებული საფასო კონკურენციის სააგენტოს კონკურენციის სააგენტომ თქვა რომ ეს ასიაო უბრალოდ ჩვენ ეს გამოქვეყნებული ჯერ არ გვინახავს არ გამოუქვეყნებია აი რომ გამოქვეყნება ის მტკიცებულებებიც გაახდება ცნობილი რის საფუძველზე ამბობს ამას კონკურენცია არ დააფრთხობს ეს ბიზნეს და ინვესტორებს არა არ დააფრთხობს განსაკუთრებით ინვესტორებს არ დააფრთხობს იმიტომ რომ ინვესტორი ასე ვთქვათ ცივილიზებულ ეკონომიკურ ურთიერთობებში არის მიჩვეული თამაშის ესეთ წესებს ის რომ კონკურენტული გარემო უზრუნველყოფილი წესები იგივე კომუნიკაციების სფეროში ლიცენზიის არხების მომენტი და ის რომ მას აქვს რეგულაცია ნინო ნებისმიერ ქვეყანაში ფასზე მათ შორის არ არის რეგულაცია თქო ეს ფასის ეს თქვით რომ ფასზე არავინ არ ედავება კომპანიებს ედავებიან კონკურენციის პირობების დარღვევას. კარგი, მოდით ბატონ პატას და ნებისმიერი ინვესტორი, რომელიც შემოდის უცხოეთიდან, ევროპაში, ამერიკაში თუ სხვა ქვეყნებში, რომელიც მეტნაკლებად განვითარებული ან განვითარებულობის პრეტენზიის მქონია, ყველა მიცის რომ კონკურენტული გარემო უნდა იყოს უზრუნველყოფილი. და მეორე, როცა ქვეყანაში ხელისუფლება ცდილობს კონკურენტული გარემოს დამკვიდრებას და არარსებული რეგულაციის უკვე ამოქმედებას და ამუშავებას. ეს პირიქით სტიმული არ არის ინვესტორისთვის, მე თუ შემოვალ, ჩემი უფლება დაცული იქნება როგორც ბაზრის ერთ-ერთი მოთამაშის? მე პირიქით მგონია. კარგი, თქვენ როგორ ფიქრობთ, პატა? ჯერ ერთი გამოქვეყნებული განცხადება, ესეც ასახად არ გვეუბნება, რომ იქ მანდამაინც კონკურენციის ბოლოზე არის შეზღუდვაზე და არ არის ლაპარაკი იმაზე რომ გინდა თუ არა 10-მა თუ 5-მა კომპანიამ შეეთქმულება გააკეთეს. ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პირობები. მაგრამ ის ხრიდან ირღვეოდა ხო არ წერია, მაგის მოქმედებდა ხელოვნური ბარიერები იმპორტში, იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. ანუ ვინც დააჯარიმეს იქიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ეს კომპანიები იგულისხმებოდა. პირველი მუხლი. ლაპარაკი იმაზე რომ ირღვეოდა კონკურენციის პრინციპები. რას ნიშნავს? რომელ მომენტში ირღვეოდა? რას ნიშნავს? ალბათ დანარჩენი უფრო დეტალურად წერია დასკვნად. დაშვებადობა ბაზარზე წერია, დაშვებადობა წარმოება და ფასების ფიქსირება. ხო დაუყურეთ. პირველი უნდა გავარკვიოთ, ვის მხრიდან ირღვეოდა, რას ნიშნავს ამის დარღვევა, ეს უზად უნდა გავარკვიოთ. მერე დაშვებადობა რას ნიშნავს? ესე იგი, რომ არსებულმა კომპანიებმა ხელი შეუშალეს მესამე, მეოთხე, მეხუთე კომპანიას, რომ შემოსულიყო ეს ბაზარი. ხო, ანუ ფაქტურად კრიმინალური საქმიანობაზეა, ხო ლაპარაკი? არ არის კრიმინალური საქმიანობა, როდესაც კონკურენციის შესაძლებელი ლაპარაკი იმაზე, რომ არის შეთანხმება. ამის დასაბუთება იქნება უფრო სერიოზული საჭირო, რომ მართლა უნდა იყოს რაღაც კონკრეტული საბუთი, ან ჩამაწერი, ან რაღაც ეგეთი. მოდით მაგალითად სხვა ბიზნესი დაფრთხება თუ არა აქედან. გადავდოთ სა. ბიზნესი დაფრთხება იმ შემთხვევაში, თუ იქნება ალოგიკური დასაბუთება და იქნება ეკონომიკის წინააღმდეგი, ბიზნესი გამყარდება თუ დასაბუთება რო იყო კრიმინალური და არასწორია სახელმწიფოს ჩარევა ამა თუ იმ სექტორში. ხოლო და შემთხვევაში მე გითხარით სამი არგუმენტი ეკონომიკური, იურიდიული და კრიმინალური, ეკონომიკური თუ არის ყველაფერი კარგადაა, თუ ორია ჩართული და ეს აქტიურადაა ჩართული, მაშინ პრობლემაა. თუმცა ერთი რამე წარმოიდგინე, თუ მოიგეს ამ კომპანიებმა სასამართლო ეს მართლა ძალიან კარგი სიგნალი იქნება, მე მგონი აი ინვესტორებს რომ ამ ქვეყანაში ბიზნესი შეუძლია სასამართლო მოიგოს. მეორე შორს წავედი ახლა. კი ბატონო, გეთახმებით, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რაზეა სინამდვილეში დავა, რა ბრალდება. ეგება ბრალი შემდეგი ხასიათისა არა. ჩვენ არ ვიცით ზუსტად. მე ყოველ შემთხვევაში არ ვიცი. თუ თქვენ იცით, ბრძანეთ. შეიძლება დასკვნა ესეთია, რომ 5-მა კომპანიამ, რომელიც დღეს არის ბაზარზე, აიღეს იარაღი და ვიღაცებს აართვეს ხელოვნურად და ვიღაცამ ამაში მხარი დაუჭირა.
მაშინ კონკურენციის სააგენტო არ პროკურატურა. თუ ამაზე არაკეთებია კი გასაგებია რომ ასეთი რაღაცის გამართლება სწორი არ იქნება, მაგრამ თუ ლაპარაკი იმაზე რომ 5 კომპანიამ ჭკვიანურად დაგეგმეს თავის საქმიანობა, მოიპოვეს უპირატესობა და შესაბამისად დღეს დომინირებენ ამ ბაზარზე, მაშინ აქ რაზე უნდა მოვედავოთ, მე არ მესმის. და ბოლოს კარგი ნიშანი არის შემდეგი, ჩემი აზრით. ჩვენ ამის პარალელურად, ამ გარჩევის პარალელურად რას ვაკეთებთ? ანუ სახელმწიფოს რას ვთხოვთ? მაგალითად, ჩემი ღმერთმენით, ბევრად კარგი გადაწყვეტილება ამ პრობლემის მოგვარების არ იქნება, ამ ბაზრების გათავისუფლება გახსნა. ანუ ჩვენ თუ უნდა ვიცოდეთ, თუ არის რამე ბარიერები, ისინი უნდა მოვშალოთ. თუ არის რაღაც შეზღუდვები, რამოდენიმე მაგალითი მოიყვანა ჩვენმა კოლეგამ, ისინი უნდა დაუშვათ. ადამიანებს უნდა კონკრეტ შესვლა ამ ბაზარის საშუალება. ალტერნატიული ენერგიების განვითარება უნდა მოხდეს. სინამდვილეში ყველაზე კარგი იქნებოდა ფასების გათავისუფლება ენერგო ბაზარზე. ჩვენ ამ ბაზარზე კი გვაქვს მეტნაკლებად თავისუფალი ბაზარი, მაგრამ დანარჩენ ბაზრებზე არა გვაქვს თავისუფალი ბაზარი, რაც აფერხებს ზოგადად განვითარებას ამ სექტორის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნება რომ დაშვება იყოს ასე ვთქვათ, შეუზღუდავი, ანუ ვისაც რამის ამოწყება უნდა იყოს შემოვიდეს ბაზარზე, ენერგეტიკის ბაზარზე ზოგადად. აი, ბატონო ლევანი, ამ სიგნალისთვის, ანუ გარკვეული ბიზნესისთვის იქნება კარგი სიგნალი, რომ შეუძლიათ მათ მოეძალონ ამ ბაზარს, ვინაიდან პირობებს აღარ ადგენს მაგალითად 5 კომპანია და სახელმწიფო ჩინოვნიკები და სახელმწიფო მოხელეები. კიდევ შანსები. ხო, რა თქმა უნდა, ამიტომ დავებოდოთ სენგლში რა კვლევა დაიდო, მაგრამ ჩემი აზრით, აქცენტები უნდა გაკეთდეს ამაზე. ეკონომიკური თვალსაზრისით მე ვხედავ ასეთ მდგომარეობას, რომ აქ არის თავისუფლება, საჭირო და არა შეზღუდვა, მათ შორის ფასების ფორმირების თავისუფლება, გარიგებების ფორმირების თავისუფლება და შემდეგ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, დაშვებული არის, რომ შეზღუდვები ბაზარზე შესვლის და მათ შორის კრიმინალური ჩარევის. კარგი, ამას მოთხოვთ და როცა ის დოკუმენტი დაიდება, ვეთქვით, იცით რა, ამ ნაწილში სწორი ხარ, ამ ნაწილში არ ახარ სწორი და სწორად გაკეთება აქცენტები და ვეთქვით, რომ იცი რა, ჩვენი მსჯელობა იქ გარიგებაზე საეჭვო, მაგრამ აი აქ როცა ძალიან საინტერესო პრეცედენტია ზოგადად, როგორც არ განვითარდეს ის. ერთი მომენტი უნდა დავამატოთ, რომ როგორც დაართხოვს თუ არა, მაგრამ მაჰეტენის ინვესტორებს ხო არ დააფრთხოს აი ეს ინვესტორებს ყველას ერთნაირი ფსიქოლოგია. როგორც შეიძლება ჩვენ ფასებზე ვილაპარაკოთ, არ ვილაპარაკოთ ოქტანობრზე, ოქტანობის კონტროლზე, რაოდენობის კონტროლზე, მინარევების კონტროლზე, რომ განადგურებს ჩვენს ჯანმრთელობას, არამარტო ფულს. და ეს სხვა თემაა, ამაზე ვეღარ ვისაუბრებ. თემა იმას მე რო ვირთი თქვა 2 ლარ და 10 1 ლიტრას საწოლში რა არის, რასაც წოვეს უნდა ვიცოდე, რაში ვირთი, იმიტომ რომ თუ ის ნაკლებ ოქტანობისა ფაქტურად ფასში კი არა კიდე პრობლემა. პრობლემა ოქტანობაში ესეთი და აპრიორი ვაცხადებ. ყველა მისთვის ამირვანია რომ კონკურენცია არის ყველაფრის განვითარების საფუძველი, მაგრამ მეორე მხარეც არის ინვესტორი არ უნდა იყოს გაურკვეველ თამაშის წესებში შემოსული. სუსტად უნდა გაუწეროთ რა არღოს რა შემთხვევაში რა პასუხისმგებლობა იქნება და რაში რა შეწერა აქამდე კონკურენციის შესახებ კანონში, აი ამ კანონში, რომელიც არეგულირებს კონკურენციას, არ იყო საკმარისი? არა, კიდე გეუბნები, რისკ მენეჯმენტი. მათ არ იცოდნენ, რომ თქვათ ესეთ შეიძლება არ იცოდნენ და ისე. არ იცოდნენ, იურიდიულად არის კიდე დეპუნქტს არ ვეუბნები. თქვათ ექსპერტული მიდგომით შეიძლება არ ვეუბნები დეპუნქტს. კომპანიური მიდგომით არ არღვენ, გეუბნები, ჩემი შვილები და არ წერია, ზუსტად მე იურიდიულად მოგიგებ. აქ არ წერია, რომ შიდა გადაადგილება კიდე ესე კომპანიით კონტროლდება. მართლა არ წერია. ამბობს რეალური მოთამაშეა ბაზრის. ეს პრეცედენტი რა იურიდიული ნონსენსია. სიგნალია ბიზნესისთვის, რომ აქ რაღაცა ვერ არის წესრიგში, თუ პირიქით იმის სიგნალია, რომ სახელმწიფომ დაიწყო მონოპოლიებთან ბრძოლა თუ გარიგებებთან ბრძოლა და სხვებსაც ეძლევათ ბაზარზე შემოსვლის შანსი და თავის კიდევ ერთხელ ამბობ, დახურულ თემის ლაპარაკი რო დაიწყო, ძალიან კარგია, მაგრამ ერთი არის ძალიან ცალსახად ნათელი, თუ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში არ იქნება კაცად ფიქსირებული მიზეზის შედეგობრივი კავშირი ამ ჯარიმასა და ქმედებას შორის, ეს ინვესტორების ძალიან ცუდი ნიშანი იქნება. კარგი, ბოლოს ალბათ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა რაც გამოცხადა არის ჯარიმა. ანუ ცალსახად დამნაშავე იქნება გამოკვეთილი. აქ არ იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ უნდა გავარკვიოთ და მე გავსაჯოთ. გამოცხადა დამნაშავე. პირდაპირ გამოცხადა.
იმის მიხედვით, რომ შეიძლება დამნაშავე სინამდვილეში გამოიყენოს არამედ კერძო პირები, ან რომელიმე სახელმწიფო ჩინოვნიკები, რომელიც არ ვიცი, ჯერ არ ზემოლების წვერთი ამ დროს სახელმწიფო ინსტიტუტზე ის გადადებული ვიყავით. ანუ უკვე დამნაშავე გამოცხადა, ჯარიმაც გამოცხადა. ისე რომ ჩვენ არ ვიცით რა აჯანყებდა. თუმცა პრემიერ-მინისტრი დღეს აცხადება, არ უნდა დაიძაბონ კომპანიებიო და აი წარმოიდგინეთ, კომპანიას როგორც ესე არ შეუძლია მეორე კომპანიასთან მივიდეს და დააღაჭყოს. ეგეთი რამე შეუძლებელია. შეუძლია მივიდეს პიროვნება, რომელიც მიდის და აყაჭარებს. და ის უნდა დაისაჯოს, რომ მე ვარ მაგალითად ბენზინის ვასხამ კომპანიის დაქირავებული თანამშრომელი ვარ. ჩემი მონაწილეობა ამ საქმეში არის აბსოლუტურად ნოლი, ხო? მაგრამ მე რატომ უნდა დავისაჯო, მე რატომ დავზღვიო ჯარიმა ესეთი ქმედების გამო თუ ესეთი ქმედება იყო, გესმით? ამიტომ ჩემი აზრით ეს დასკვნა უკვე დამნაშავეს გამოცხადება იყო, ჩემი აზრით შეცდომა. თუმცა ეს თემა რომ წამოწყებული არის რაღაცა ირჩევა, ასე თუ ის პოზიციები ირჩევა, კარგი ეგება რაღაცნაირად გამოიკვეთოს საბოლოო დასკვნაში, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ ეჭვი იქიდან გამომდინარე, რომ უკვე დამნაშავეა დასახელებული, ჯარიმაა დასახელებული, ეჭვი მაქვს, რომ არ სწორად არის ყველაფერი წასული და ეწინააღმდეგება პოზიცია მოვიყვანოთ წინწაზე სამხედრო. პრემიერი როგორც უკვე თქვი ამბობს, რომ კომპანიები არ უნდა დაიძაბონ, ჩვენ ეს არის გამჭვირვალე პროცესი და მე ჩვენი ამოცანაა, რომ ხელი შეუწყოთ დავიცვათ მოქალაქეების ინტერესები და კომპანიებს შეუძლიათ წავიდნენ სასამართლოში, თუ მათ ექნებათ პრეტენზია, სავარაუდოდ სასამართლოში მართლაც გაგრძელდება დავა, ვინაიდან აი მაგალითად ვისოლი აცხადებს, რომ არ გაიზიარა მათი ინფორმაცია, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია და პოზიციები და არგუმენტები კონკურენციის სააგენტომ და ისინი შეეცდებიან კანონიერი გზით თავისი მართლის დამტკიცებას. კომპანიები არ აკეთებდნენ ესე კომენტარებს მაინც და მაინც ეს დღეები ერთ-ერთი სოკარის პრეზიდენტის განცხადება გავრცელდა, რომელიც ამბობს, რომ საწვავის საბაზრო ღირებულებაზე მეტად ვერ გაიაფთება და ფასი არის ლოგიკური და რეალური და ის ნიშნავს, რომ იმანიც ის ნაწილი ჭიდროვანი თვარის ნაწილი ჩვენ არ ვიცით, ის ზუსტად იწერა თუ არა. კი ბატონო, ის ხსნის მიზეზებს, რატომ გაძვირდა ბოლო პერიოდში ფასი და ბოლოს მინდა დაგისვათ კითხვა პირველ რიგში ბატონ ბექას დაუსვა ამ კითხვას და ყველას პასუხი მაინტერესებს ამ თემაზე, რას გამოიწვევს ეს გადაწყვეტილება საწვავის ფასის გაიაფებას თუ გაზრდას. გაიაფების ლოგიკა შესაძლოა იყოს ის, რომ კომპანიები დაშინდებიან, აღარ აწარმოებენ კარტელურ გარიგებებს თუ ასეთი არსებობდა და ისინი უფრო ადეკვატურები გახდებიან ამ სიტუაციაში, მაგრამ გაძვირების ლოგიკა შესაძლოა იყოს ის, რომ თუ მათ მოუწევთ ჯარიმის გადახდა, კომპანია ვერ წავა ზარალზე, ის უნდა მუშაობდეს მოგებაზე, ან მინიმუმ არ უნდა იყოს მოკლედ ზარალზე და თუ წინააღმდეგ შემთხვევაში გაკოტრდება და ამ თანხას ისევ ჩვენი მოქალაქეების ჯიბიდან შესაძლოა ისინი ამოიღებენ. არ ფიქრობთ ამ ლოგიკაზე, რატომ თქვით, რომ მაინდა-მაინც გაიაფთება და არ გაძვირდება? პირველ რიგში ეს არის პრეცედენტული საქმე, რაც მე ვფიქრობ, პირიქით სახალისება ინვესტორებისთვის, რომ დღესდღეობით ბაზარზე თუ იარსებებს კონკურენციის შეზღუდვა და მსგავსი ტიპის შემზღუდველი შეთანხმებები, ამ შემთხვევაში არსებობს ეფექტური ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს კონკურენციის დაცვას, ეს პირდაპირ არის სახალისება, ესე რომ ვთქვათ, ინვესტორების მხრივ და ზარალი არ არის კომპანიებისთვის, ან მაგალითად 14 მილიონი, 10 მილიონი ჯარიმა, ადვილი გადასახდელია, როგორ ფიქრობთ, ისინი მომგებიანი კომპანიები არიან ძალიან ნამდვილად, მაგრამ 10 მილიონი ჯარიმა, თუნდაც არის ვისოლი, ლუკოილისთვის, სოკარისთვის, რომპეტროლისთვის 10 და 14 მილიონამდე არის ეს მსხვილი ჯარიმები არ არის და არ ჩააგდებს მათ მდგომარეობაში სამომავლო რაღაც კომპანიების დაჯარიმება კარგი ქმედება, მაგრამ თვითონ მეწარმემ უნდა იცოდეს, რომ ბიზნესი აკეთოს სამართლებრივ ჩარჩოებში, აკეთოს კანონის დაცვით და ის არ უნდა ემყარებოდეს რაღაცა ერთმანეთს შორის შეთანხმებას და ისეთ მით უმეტეს ისეთ უხუეს კანონდარღვევას, როგორცაც ქვია ფასების ფიქსირება. ჯარიმის გადახდა გაიაფება საწვავი თუ გაძვირდება თქვენი აზრით? საწვავი, ნუ ეხლა ჩვენ თუ იმარშვებით, რა ქვია მაგას ვედავებით კარტელურ შეთანხმებას, ანუ შეთანხმებულად ფასების დაწესებას, ანუ მაღალი ფასის დაწესებას, თუ ამას გააგრძელებენ, ამ შემთხვევაში კანონმდებლობით არსებობს სანქცია, ბრუნვის 10%-ით დაჯარიმდებიან, ხოლო ეხლა ერთი ის არის, ხა შეიძლება ამაზე წავიდეს მანიპულირება, რომ გაასაჩურებენ ამას და შემდეგ სანამ სასამართლო დასრულდება და ასე შემდეგ, გააგრძელდეს ეს კარტელური შეთანხმება. სანამ სასამართლო იმას დაასრულებს, აღსრულება ბრძანების არ მოხდება, სანამ სასამართლო არ და დავასრულოთ ბოლოს ამ კითხვაზე ყველას პასუხი, თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო,
ამხელა ჯარიმები თუ ისინი დარჩა ძალაში, რას გამოიწვევს კომპანიების მოჭკვიანებას და ფასების დაწევას თუ პირიქით ჩვენი ჯარიმიდან ამ ჯარიმის ამოღებას, საიდანღაც ხო უნდა მოვიდეს ეს ჯარიმი? არანაირად არ გაიაფებს ეს საწვავს, ეს ძალსახადაა. მეორეც პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ ჩვენი ჯიბიდანაც ვერ ამოიღებს, მაგრამ ბაზარი აწესებს ფასს და იმის გამო რომ ჯარიმა გადაიხადა კომპანიამ, მას არ შეუძლია გააძუროს და გაიაფოს. რა შედეგი მოყვება მაშინ? არაფერი მოხმობა ერთმანეთს შორის უხერხულობა სერიოზული უცა. ჩვენ განვაცხადეთ, რომ იძინა აპრიორი დამნაშავეები არიან და რატომ არიან დამნაშავეები მუხლის გარდა გამოდი უკან შენახული გონდა. თუ განცხადება იმ მენეჯერს თქვენ ძანეთ სწორია და მე ეჭვია რომ ფასზე არის ლაპარაკი კალკულაციაზე, მაშინ თუ ჩვენ არ აღვთ კაცრი სამუთი ისინი არ ღვევენ ამ კონკურენციის ამუხლებს და კანონს, მაშინ სერიოზული დარტყმა იქნება ბიზნესის კიდევ ერთხელ. საერთოდ მოლოდინო მოსახლეობას არ უნდა კონდეს, რომ ხოლ გაიარდა. ყველაზე მოიყვანეს ნავთობ კომპანია. კარგი. საერთოდ გაიარდა შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ ჩინეთში არის პრობლემა და სოფლიო მოხმარება ვარდება და აგერ ირანთან შემოვიდა. ამაზე დაფუძნებით შეიძლება ფასების ასიმეტრია დარეგულირდეს, მაგრამ არამხოლოდ არ იქნება ამ დაჯარიმების გამო. ჩვენ გვამბობთ, რომ შეეშინდება და რასიზმი რომელი რადგანი გაიარებს იმ წუთში და ყველა თავის ფასს დაადებს და აღარ მოილაპარაკებენ ბოროტად, ასეთი რამე არ შეიძლება. მარტო რამე მოხდება ჩემი ვათმენით. საოცარი ბოროტ მოხდება ბოროტად აღარ მოიქცება. ასევე ჩვეულებრივ იქნება ისეთი როგორც არის, ანუ ბადრიდან გამომდინარე, როგორც იქნება მიწოდება მოთხოვნა AM ბალანსზე, ხან აიცებს, ხან დაიცებს იმიდან გამომდინარე, როგორ იქნება საერთაშორისო კონიუნქტურა და ასე შემდეგ, ეგ-ერთი. დავით რომ ცდილობა კომპანიებისა რომ მომხმარებელზე გადააკისრონ ეს ტვირთი იქნება, მაგრამ ეს არ იქნება ასე ადვილი, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ რაღაც მასშტაბით, მაგრამ ის მე უკვე აღარ შეგვიძლია რომ ვიყიდოთ. ოროსლავიან კომპანიებზე გადავალთ მომხმარებლებს. ძალიან თუ გაიჭირებათ ყველაზე მტკივნეული იქნება შემდეგ. ეს თანხა თუ მართლა გადასახდელი გაურჩევთ, ისინი იძულებული იქნებიან შეამცირონ თავიანთი გეგმები, შეამცირონ თავიანთი დასაქმებულები. გაფართოება, ინვესტირება, შეამცირონ დასაქმებულები და ვიღაცები დარჩებიან სამუშაოს გარეთ. ან ნაკლები ხელფასით გესმით? ამას მივიღებთ. ანუ ჩვენ ამ ბაზრის უცვლობის შემცირებას მივიღებთ საბოლოო ჯამში და მისი განვითარების პერსპექტივას გარკვეულწილად ეჭვისქვეშ დავაყენებთ. და კიდევ ერთი ნიუანსი არის. აი ეს ხუთი კომპანია დაიჯება დანარჩენები ხო არა, ამ ბაზარზე შემოსვლა უნდა ვიყოს. თუ კი დღეს არ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული, რა გარანტიას ვაძლევთ იმას, რომ აი თქვა ისეთი გართულებით არ იქნება ხვალ და ზეგ დაჯარიმებული უკვე ახალი შემოსული კომპანიები. როცა არ არის ნათელი კრიტერიუმი, ჩვენ უკვე წინასწარ დამნაშავედ გამოაცხადეთ კომპანიები და ჩვენ არ ვიცით რატო გამოაცხადეთ ეს კომპანიები. ეს ნათელი არ არის, ჩვენ უნდა ჯერ დასაბუთება და მე დასკვნილება და ამაშავენ სისხლის სამართლის დარღვევა არ არის. არაშევი რამდენიმე მილიონიანი ჯარიმა კომპანიისთვის არ არის ადვილი გადასატანი. ბატონო პატამ საინტერესო ნიუანსიც მიაქცია ყურადღება, რომ ისინი შეამცირებენ სავარაუდოდ კადრებს. 800 მილიონი როა, ბრუნვა 14 მილიონი. უკაცრავად. ბრუნვა და მოგება სხვადასხვა რამეებია, ხო? იჯიბეში პრობლემა არ არის, ამაზე თამაშია. მე მთავარია იმად რაც სჭირდებათ ის 800 მილიონი. ამაზეა ლაპარაკი. კარგია ჩვენ ჯიბეში იყურებიან და ჯიბიდან გვაქვს და მართლაც მოხდეს ეს ჯარიმა ხომ არ არის რაღაცა მართლაც აი სადამსჯელო ძალიან მკაცრი ზომა და საბოლოოდ ისევ ჩვენთან დასაქმებულებზე აისახება შეამცირებს ალბათ ვისოლიც, ლუკოილიც, სოკარით თანამშრომლებს მოდით ასე ეს არ არის დამნაშავედ გამოცხადება, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუტები დაჯარიმების პრაქტიკის დროს იყენებენ. როგორ ახლა საგადასახადო ორგანო ფირმას ჯარიმას 10000 ლარს რო აწესებს, ეს ნიშნავს, რომ ის ფირმა დამნაშავედ არის გამოცხადებული? ასე არ უნდა მივიდეთ. აწესებს თქვენ ციცით რა შემთხვევებში უკაცრავად. თქვენ ციცით რა შემთხვევებში აწეხებთ. თუ კანონის დარღვევა, ხო, რაღაც არ გადაიხადა, ხო, ესეც კანონდარღვევაა. რა შემთხვევაში აწესებს.
ბატონო? რაღაცა პროპორცია არის პროპორცია არის დაცემული თქვენ როგორ გინდათ ჰაერიდან მოიტანდეს 55 მილიონი 1-დან 5%-მდე გასული წლის ბრუნვის ჯარიმის სახით აქვს უფლება დააწესოს კონკურენციის სააგენტო. იმიტომ ამბობ გამოქვეყნდეს ეს კოლევა და ყველანი ნახავთ რა ოდენობით რა ფაქტებზეა ასე ვთქვათ დაფუძნებული. რაც შეეხება დამნაშავედ გამოცხადებას ეს არანაირი დამნაშავედ გამოცხადება არ არის. გასუხეთ რა გამოიწვევს თქვენი გაიაფას ახალგაზრდებას. მოდით ასე ვთქვა. ფას რა განსაზღვრავს? ფას განსაზღვრავს ბაზაზე მოთხოვნა მიწოდება. ფას წარმოქმნის პრინციპი რამდენად ჯანსაღია, ამას განაპირობებს ის თუ რამდენად კონკურენტუნარიანია ბაზარი. ეხლა მოლოდინი იმისა, რომ რახან 55 მილიონი დააჯარიმა კონკურენციის სააგენტომ კომპანიები ეს ფასს შეამცირებს, ეს მოლოდინი ბუნებრივია არ არა, რატო უხარია, ვისაც უხარია? არა, რას ნიშნავს უხარია? არა, ვიღაცას უხარია, რომ აი რა კარგია დააჯარიმის გამოსწორდებიან, აღარ იქნება კანონური გარიგებები. გარიგება უნდა გამოსწორ, კონკურენტული გარემო. ფასი იგივე დარჩება, დიდი ბოდიში მინდა ლოგიკას მივხვდეთ. კონკურენტული გარემო თუ გამოსწორდება, თუ თანაბარი კონკურენტული პირობები იქნება შექმნილი ბაზარზე, ანუ გამოირიცხება დღეს არსებული კარტელური გარიგება და მნიშვნელოვნად შემცირდება რისკი მომავალში კარტელური გარიგებებისა, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ ბაზარი დინამიურად და სწორად განვითარდება. გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოება იქნება მოგებული, იმიტომ რომ სადაც დასაკლები იქნება ფასი ბაზარი ადეკვატურად შეამცირებს ამ ფასს, სადაც გასაზრდელი იქნება რა ვთქვი. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის, ძალიან საინტერესო თემა, მართლაც ესეთი პრეცედენტი მოხდა და რა მნიშვნელოვანი და უკვალოდ არ ჩაივლის ეს რაღაცა არა, ყველა ვარიანტი როგორც ამბა განვითარდეს, მაინც ძალიან საინტერესო იქნება და ჩვენს ეკონომიკაში და კი ბატონო, ნახოთ დაველოდოთ როგორ განვითარდება. საინტერესო სასეირო იმედია ჩვენ წინააღმდეგ არ იქნება იქნება ჯგუფის ასე. იმედია რომ ნაკლები დანაკარგებით გამოვაყოთ და ნაკლები ზარალით ყველანი ამ ისტორიიდან როგორც კომპანიები, ასევე ბენზინის საწვავის მომხმარებლები. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, კარგად ჭამდებოდეთ.